წარმომადგენელი და შევეცდები რომ თავს გავაკეთო პრინციპში საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკუსიის მოდერაცია, რომელიც ეხმიანება ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის აქტუალური დღეს, განსაკუთრებულად და პრინციპში ბოლო წლების მანძილზე ეს თემა არ კარგავდა აქტუალობას თავისი მნიშვნელოვანი შინაარსის და სენსიტიურობის გამო. მე შევეცდები ძალიან მოკლედ გაგახსენოთ ის კონტექსტი, რა კონტექსტში ჩვენ გვიწევს ამ თემაზე საუბარი და შემდეგ უკვე წარმოვიდგენთ ჩვენი დისკუსიის სტუმრებს, რომლებიც მოხსენებებს გააკეთებენ და შემდეგ იქნება საშუალება, რომ ვიმსჯელოთ თქვენთან ერთად ამ საკითხებზე. დღევანდელი დისკუსია, რომელიც ორგანიზატორი არის ლიბერალი, სვამს ასე კითხვას, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია საჯარო სკოლებში. ბუნებრივია ეს კითხვა, ესე ვთქვათ, დაისვა განსაკუთრებულად მწვავედ მას შემდეგ, რაც თქვენ გახსოვთ ზაზა კაშაყმაძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ახალი მწყების ხელმძღვანელი რელიგიის საკითხის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, რამდენიმე კვირის წინ მან გააჟღერა პრინციპში პირველად სახელმწიფოს ახალი ხედვა განათლების პოლიტიკის, რომელიც ცვლილებებს გულისხმობს განათლების პოლიტიკაში, არსებულ პოლიტიკაში და ის მიუთითებდა იმაზე, რომ რელიგია როგორც საგანი უნდა ისწავლებოდეს სკოლებში რეგულარული სახით და სავარაუდოდ შინაარსი ამ განცხადების იყო ის, რომ რელიგიას უნდა ქონოდა კონფესიური სწავლების სახე. ბუნებრივია სწორედ ამ კონტექსტში ისმება ეს კითხვა, რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ კითხვაზე ბევრი თეორიული დისკუსია შეიძლება გაიმართოს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ არის თეორიული დისკუსია, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს ეს, რომ მომხსენებლები ამ თემებსაც შეეხება, მაგრამ ჩვენი შეკითხვა არის ძალიან პრაქტიკული და პრაგმატული ამ კონტექსტში, ამ ვითარებაში არის თუ არა მიზანშეწონილი ამგვარი ინიციატივის დაყენება და რა ნეგატიური და პოზიტიური მხარეები თუ შეიძლება მას ისე გქონდეს, შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში. ეს კითხვა პრინციპში ერთხელ სახელმწიფომ ამ კითხვას უკვე დასცა პასუხი 2005 წელს, რაც მან მიიღო ახალი კანონი ზოგადი განათლების შესახებ. და თქვენ გახსოვთ, რომ ამ კანონით და შემდგომ ის მიერ განხორციელებული პოლიტიკით მან არსებითად გადახედა განათლების პოლიტიკას ზოგადი განათლების სისტემაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფცია შეიტანა კანონმდებლობაში, მათ შორის მან თქვა, რომ სავალდებულო სწავლება რელიგიისა, რომელიც იყო პრაქტიკა, ჩვეულებრივი პრაქტიკა საჯარო სკოლებში, მან ამ კანონით და მისი თანამდებობრივი პოლიტიკით აღმოფხვრა, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა დეკლარირებული პოლიტიკის დონეზე იყო და დღეს ისევ ისმება ეს კითხვა. და ბუნებრივია ამ კონტექსტში ჩნდება ძალიან ბევრი საკითხი, რამდენად მიზანად არის არსებული განათლების სისტემა, ამგვარი ტიპის ცვლილებისთვის არის თუ არა საერთოდ საჭირო ასეთი ცვლილება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მიუხედავად განათლების დეკლარირებული პოლიტიკისა, რომელიც ამბობს, რომ საჯარო სკოლები არის თავისუფალი სივრცე, ესე ვთქვათ, რელიგიური კონფესიური სწავლებისგან, ამ პირობებში მაინც არის ძალიან მაღალი რისკი და მათ შორის პრაქტიკასაც ჩვენს რომ ძალიან მაღალი არის შემთხვევები ინდოქტრინაციის, დისკრიმინაციის, პროზელიტიზმის და სკოლა ჯერ კიდევ ვერ გახდა რელიგიური ორგანიზაციებისგან თავისუფალი სივრცე. აქვე გავაკეთებ ერთ დათქმას, რომ განათლების არსებული სისტემა და პოლიტიკა რელიგიას არ დევნის განათლების სისტემიდან. რელიგია არის როგორც ცოდნის სისტემა, დღევანდელი განათლების შინაარსის ნაწილი, ის არის ძალიან ბევრი საგნის ასე ვთქვათ, სახელმძღვანელოების სასწავლო გეგმების შინაარსების ნაწილი. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ თავისი სურვილით აირჩიონ და ისწავლონ კონფესიურად ის რელიგია, რომელიც მათ სურთ და სკოლას ასევე შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს რელიგიის შესახებ სწავლება, თუმცა ამას არ აქვს სავალდებულო და რეგულარული ხასიათი. ეს არის ის კონტექსტი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს და სწორედ ამ არსებული ვითარების გადახედვას ეხმიანება ის ინიციატივა, რომელიც გააჩნდა. ბუნებრივია რელიგიის სწავლების საკითხი ყოველთვის იყო პრობლემური და სამოქალაქო სექტორი ძალიან ბევრი ხნის მანძილზე აყენებდა ამ საკითხს როგორც პრობლემას და სახავდა ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მათი ინიციატივა არ ყოფილა რელიგიის როგორც საკითხის დაბრუნება სკოლაში. მე მგონი გამიგზავნა ცოტა სიტყვა, ამიტომ მე მინდა გადავიდე მომხსენებლებთან, რომლებიც ძალიან საინტერესო მოსაზრებებს შემოთავაზებენ და მე მიხარია, რომ წარმომადგენლობითი არის ჩვენი ტრიბუნა და ძალიან ესე ვთქვათ, ბევრი პოზიცია შეგვიძლია მოვისმინოთ. ჩვენ ასევე შევეცადეთ ორგანიზების დროს დაკავშირებოდით ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს სააგენტოს თავმჯდომარეს, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით მასთან კონტაქტზე გასვლა, ამიტომ სამწუხაროდ არის წრება დღევანდელ დისკუსიას და არ გვაქვს საშუალება, რომ მოვისმინოთ მისი პოზიცია, როგორ ხედავს სახელმწიფო ამ თემებს, თუმცა სახელმწიფოს განათლების სამინისტროს კუთხით ხალბატონი ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლებლო ინსტიტუტის ხელმძღვანელი შეეცდა
ეხება მისი ხედვა კითხვას აქამდე არსებულ განვითარებაზე და ინიციატივაზე, რომელიც დგას ის წესრიგში და ალბათ ინიციატივის შინაარს ბატონი ზურავ არაზი უკვე დაგვიშხერებს, რომელიც არის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და მე ბატონ ზურავს ვთხოვ დაიწყოს თავისი მოხსენებით, რომლის შემდეგაც ხალბატონი თამთა მიხელაძე იემსის წარმომადგენელი უკვე გააკეთებს მესამე მოხსენებას. დიახ. შეიძლება თქვენ მოგესალმებით, მე ვარ შენატრები, რელიგიების სააგენტოს წარმომადგენელი. ძალიან სამწუხაროა პასუხისმგებლობის დროა, მე შეიძლება წარმოგვიდგინოს სააგენტოს პოზიცია. ჩვენ შეგვიძლია მოხსენების სივრცეს გაგითმოთ, ვგნებობ ისეთივე რეჟიმში იყოთ, როგორც მოხსენებები. არ შევცვლით თქვენს პროგრამას, თუ საშუალება ჩავარდები რაღაც პასუხი. კი ბატონო, ალბათ არა დისკუსიის, არამედ მოხსენების რეჟიმშიც იქნებოდა საინტერესო თქვენი პოზიციის მოსმენა და ბატონის ზურას შემდეგ ალბათ თქვენს პოზიციას მოვისმენთ და შემდეგ გადავყოთ სხვა მოხსენებლებზე ინფორმაციისთვის ალბათ ჯერია ესეთი ფორმატი. ბატონო ზურა, დიდი მადლობა და გისმენთ. საღამო მშვიდობის ბატონო. მე გახლავთ საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ბარბაზე. იმისათვის რომ თქვენთან გამოვიყვეთ ჩემი მოსაზრება, მე თქონდა მივედი საპატრიარქოში უცბად მოხდეს ყველაფერი და მე მაინტერესებდა ცოტა უფრო დეტალურად ჩემი პოზიცია ორი სართულისგან შედგება, ერთი ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხთან და მეორე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. და სამწუხაროდ მის უწყებასობას მაგარი დაეცვალა და დღეს მას ვერ შევხვდი და შევხვდი მეუღლე იოანეს, რომელიც არის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და შევხვდი მეუღლე თეოდოროს, რომელიც არის პატრიარქის პროეპისკოპოსი. საქართველოს ჩვენი საპატრიარქოს პოზიცია არის ასეთი, რომ ეკლესია გამოყოფილი არის სახელმწიფოდან და ასევე თუ სკოლა არის სახელმწიფო სკოლა და ეს არის საჯარო სკოლა და მას ყველანაირ კონტროლს და ის ფუნქციონირებას ახორციელებს სახელმწიფო რელიგიის სწავლება იქ არ უნდა ხდებოდეს. იყო ასეთი საგანი რელიგიათა ისტორია და კულტურა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას რელიგიისა და კულტურის შესახებ და გარკვეული სახით ეს სახელმძღვანელოც იყო და მოსწავლეები ამ საგანს სწავლობდნენ, მაგრამ შემდგომ რატომაც ეს აღარ არის ამოვარდა იქიდან. რას ფიქრობთ თვითონ საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ჩვენ სულაც არ გვინდა რომ ჩვენი მრევლი იყოს მოწყვეტილი ამ რელიგიურ განათლებას, რამით რელიგიურ განათლებას მეუღლე აღწერაც გულისხმობ და ეს არის აუცილებელი. მაგრამ ვფიქრობთ ჩვენ რომ სკოლამ მისცეს ბავშვს ცოდნა იმ მეცნიერულ დისციპლინებში, საწყისი ცოდნა მეცნიერულ დისციპლინებში, რომელიც ნეტავ კარგად ისწავლონ და ნეტავ რაღაც საშუალო განათლება მიიღონ. და თუ აქვთ მათ სურვილი, რომ თქვათ, კონდეთ გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია გარკვეული რელიგიის ან აღსავერნობის შესახებ, ან საერთოდ რელიგიების შესახებ და ამ კულტურის შესახებ, მაშინ შეიძლება მშობლებთან და დირექციასთან შეთანხმებით მოხდეს ამ საქმეს, როგორც არა სავალდებულო, არამედ რაღაც ფაკულტატური, საათობრივად ჩართვა და მის მსურველი ვინც იქნება, ეს არ იქნება სავალდებულო და რაც გამოცდებში გამოკითხავენ, რაც ნიშნები დავწერენ, უბრალოდ იქნება ესეთი საგანმანათლებლო ლექციების სახით და საპატრიარქოს კონკორდატში არის კიდევ აღნიშნული, თუ ასეთ შემთხვევა იქნება, თქვათ, განათლების სამინისტრო და საპატრიარქო ერთობლივად მოიფიქრებენ, ვინ უნდა ასწავლოს და რა მოცულობით და რა საგანი უნდა იყოს და რა სახით უნდა იყოს. ჩემი პირადი პოზიციაც არის ასეთი, იცით? ძალიან გართულდება საქმე, თუ დაიწყო სკოლაში რაღაც საფრთხო ჯულის ან რომელიმე აღსარებლობის ჯულის შესწავლა იქ როდესაც ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაშინ ყველა თითქოს თანაბრებია სკოლაში ბავშვები და
როგორც კითხება ლაპარაკი ჯულზე, ჯულის მიმდევრობაზე, ეს იწევს უკვე დაწარბვას. რუსეთის იმპერია იყო თეოკრატიული სახელმწიფო და საღვთო ჯულის სწავლება იყო სავალდებულო. თქვენ წარმოიდგინეთ ეს სწავლობდა ბებიაჩები და ვაგვიაჩები სწავლობდნენ საღვთო ჯულს, მაგრამ ამ იზოლებით მასწავლებამ წარმოაჩინა, რომ ჩუმჩუმად მარქსიზმის კითხვა დაიწყეს, პროტესტი გამოჩნდა. რაღაცა თuliდნენ, რომ აზარებდნენ მათ ამის სწავლას და ეს გამოცდილება არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც არის ცოტა ძალდატანებით ამ რელიგიური საქმეების სწავლება. ჩვენ ნაციონალურ მაგალითად პოლონეთში ცხოვრობენ და პოლონეთში ეს არის ასე, რომ არის სწავლება, მაგრამ პრაქტიკულად მოსწავლეები რაღაც გარკვეულ საათს მიდიან რომელიმე ტაძართან, რომელიც არის ქვეყნის სკოლასთან ახლოს და იქ მოძღვარებთან არის შეხვედრა და ისინი ასწავლიან ბავშვებს ზნეობრივ კანონებს, კატეხიზმოს ან თქვათ ბუნებასთან დამოკიდებულებას, თუმცა ჰუმანურ ურთიერთობებს ადამიანებს შორის და ქრისტიანობას პრაქტიკაში. ეს პოლონეთის მაგალითს ვამბობ. მე არ ვიცი რა ხდება თქვათ მედრესეებში ან ესეთ სხვა რელიგიურ დაწესებულებებში, მაგრამ ერთ რამეში მე მგონი ყველას შევთანხმდებით, რომ დედამიწაზე 10 მცნების ფარგლებში ყველა ადამიანი არის ერთი აზრის. 10 მცნება არის უნივერსალური და ყველა რელიგიური აღსარებლობისთვის საერთო. არ არის წინააღმდეგ იმისა, რომ 10 მცნება არის საერთო. ნუ ეს ძირითადად ადამიანობის ფორმულა არის, თუ ადამიანი ეტევა 10 მცნების ფარგლებში, ის ყველა ადამიანი უთვისებები მას გააჩნია. ხოდა ამით მე ვფიქრობ, რომ უცბად რატომ გახდა ასე აქტუალური ჩვენ ვიცით, რომ არის სწავლება ამჟამად არა სკოლაში. საკვირაო სკოლები არსებობს. თუ მე დაინტერესებული ვარ, რომ ჩემი შვილები იყვნენ ეკლესიურები და მართლმადიდებლური აღსარებლობით იცხოვრონ, მე მოვახერხებ ამას, მოძღვართ ეყოლებათ მათ საკვირაო სკოლაში წავყვან, წიგნებსაც შევიძენ ლიტერატურასა და მეთქონაც ვესაუბრებ. მაგრამ რაღაც ასაკამდე რომ მიდიხარ, რაღაც ასაკის მერე რელიგიაში კი არა, არც ერთ საკითხში შვილები შეიძლება აღარ გეთანხმებიან და თავისი აზრი უჩნდებათ და რა ვიცი, პირადად მე ჩვენ ოჯახში ეგ ტრადიცია გვაქვს, თუ აქვს ადამიანს თავისი აზრი კონდეს, მაგრამ უბრალოდ ჭიდაობა ამ თემაზე არის ძალიან ძნელი. ვერან ვერ მოიგებს, ვერან ვერავს ვერ დაამტკიცებს, ვინ არის მართალი. აქედან გამომდინარე ეს საკითხი, ორი საკითხი, რომელსაც ჭკვიანი სახელმწიფოს ხელმძღვანელი არ გააღიზიანებს, არ გაამწვავებს, ეს არის ეროვნების საკითხი და ეს არის რელიგიის საკითხი. თუ დაიწყება ლაპარაკი ეროვნებაზე, იმ წუთში ყველა თავის ეროვნებას, იმიტომ რომ რუსები ამბობენ, "Своя рубашка ближе к твоему", შენთან ახლოს არის, თუ შენი ეროვნება იმაზე უფრო წავედ ქიო და რელიგია მიჩვენდეს. ერთი ასეთი სწავლება არსებობს, რომ უსიყვარულოდ რელიგია არის ფანატიზმი. ეს სიყვარული უნდა გასწავლოს ეკლესიამაც, სკოლამაც, დედამაც, მამამაც და საზოგადოებამ. სიყვარული თუ არსებობს, იქ აღარ იქნება ჭიდაობა რელიგიურ თემაზე, ასე უმცირესობებთან და უმრავლესობებთან და ასე შემდეგ. ეს საკითხი არის ძალიან პირობითი და ხელოვნურად გაღიზიანებული. თუ დაანებებენ ადამიანებს თავს, არ ჩანს უკვე ვინ არის უმცირესი, ვინ არის უმეტესი. მეზობლად ვერ ერთი მუსულმანი, ერთი ქრისტიანი. თბილისში ეზოები როგორია? დინ უყურებდა იმას აღსარებლობას. ყველა თავისას აკეთებდა გალობდა, ვეროდა, ბაირამობდა და ეხლა ძალიან წყნარად ცხოვრობდა. ალბათ ეს პოლიტიკა არის ყველაზე სწორი. საპატრიარქოს პოლიტიკა არის ნამდვილად ასეთი. მე უკვე თეოდორომაც და მე უკვე ივანემაც მითხრა, რომ სკოლაში რელიგიის სწავლება გაართულებს სიტუაციას, იმიტომ რომ აღსარებლობა შეიძლება სხვადასხვა კონკრეტ ადამიანებს და იქ მერე დაიწყება ამ თემაზე ცოტა სიამოვნება. ამიტომ ამ თემას სკოლა ნუ შეეხება საერთოდ. აირჩიებს ბავშვებს თუ და დამატებით შეიძლება მათთან რაღაც თუ მოინდომებენ სურვილს კი ბატონო მივალ და მედიცინის საკითხებზე ჩაუტაროთ ლექციას. რაც მოესწრება იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც
ვთქვათ, კომაროვის სკოლაში ჩემი შვილი სწავლობდა და მთხოვეს პედაგოგობა და მივედი და ჩავუტარე ლექცია. ორი ლექცია აქტუალურ საკითხზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე და სპეციალურად გადავიდა ინფექციას. აინტერესებდა ბავშვებთან ესაუბრეთ. და დაკმაყოფილდა მათი სიმართლე. სულ არ მიმაჩნია საჭიროა რომ ყველა ბავშვი დააჯინოდა სექსის განყოფილება უტაროდა ნარკოლოგიის. არ არის საჭირო, მაგრამ ამას თემა მოიდგა შენ რომ მოწვევა ადამიანის და მათი სურვილი დაკმაყოფილება. რა ჩვენი აზრი ესეც. დიდი მადლობა ბატონო ზურა. თქვენი პირადი პოზიციისთვის და მათ შორის იმისთვის, რომ თქვენ გააშხერეთ პრინციპში საპატრიარქოს ორი მაღალი იერარქიის პოზიცია. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ალბათ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დისკუსიის ნაწილი გახდა ეს ინფორმაცია, რაც გვაჩვენებს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვეცით, საპატრიარქო ამიტავზე არ ფიქრობს არსებული რეჟიმის ცვლილებას და ეს არ არის მისი ინიციატივა. თქვენ დააყენეთ ასევე საკითხი, საიდან გაჩნდა საერთოდ ეს თემა და რატომ გახდა მისი ასე ვთქვათ ის წესრიგში ისევ დაყენება და ალბათ ლოგიკურად გადავდივართ უკვე სააგენტოსთან, რომლის მოხსენებითაც, რომლის თავმჯდომარის მოხსენებითაც დავიწყეთ ჩვენ დისკუსიაზე საუბარი და ამ თემის აქტუალიზებაზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ 12 სექტემბერს ბატონი აზაზას მოსაზრება და ბუნებრივია ჩვენ გავიაზრეთ ჩინაარსის და კონტექსტიც. ძალიან კარგი იქნება თქვენ როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გითხრათ ბატონი აზაზას ამ შემთხვევაში სააგენტოს პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით და კონტექსტთან დაკავშირებით დგას საკითხი ისეთ წესრიგში, როგორც მაგალითად მე დისკუსიის დასაწყისში. კი ბატონო, კი, შესაძლებელია. თუ შეიძლება რომ მოგწანდეთ თქვენ. მნიშვნელოვანია რომ სიცხადისთვის არის მნიშვნელოვანი თქვენი პოზიცია. ამიტომ ვუყურებ გითხრათ კიდევ ერთხელ რას ნიშნავდა ბატონის აზაზის განცხადება 12 სექტემბერს, როგორი არის ზოგადად სააგენტოს, როგორც პოლიტიკის ამ ნაწილში პოლიტიკის განმსაზღვრელი საჯარო უწყების პოზიცია განათლების პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით, ხედავს თუ არა სახელმწიფო ამგვარად ამ საკითხებს და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, რომ წარმოადგინეთ თქვენი თავი პოზიცია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩემი რელიგიების სააგენტოში ვარ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. პირველი მიმართულებით მათ შორის სამართლებრივით პირადად მუშაობ ბატონ ზარასთან ერთად და იმებთან ერთად მის ფინანსში ვარ სააგენტოს. მე ცოტა შტატში დამჭავ რაღაც არ იქნება სწორად გაგებული შეიძლება ჩვენ რომ გამოვხატეთ ისეთ საჭიროება. ძალიან მოკლედ ვეცდები რომ ეს ცხადე შევიტანო ჩვენს ინიციატივაში. თუმცა თავიდან უნდა ვთქვათ რომ ეს არის ინიციატივა გაჟღერება სურვილისა, რომელიც დაკავშირებულია არა უშუალოდ ეს არის ახირება სკოლაში დაბრუნების რელიგიების სწავლება. ეს დაკავშირებულია გამომდინარეობს ზოგადი კონტექსტიდან, რაც საქართველოში რელიგიური მდგომარეობის ასარსი ჩვენ გვაქვს. როდესაც ამ საკითხს ვჯეროდით, ბოდიშ ცოტა ის დააუცილ ტექსტით მომწევს საუბარი, არა ალბათ ამით. როდესაც ამ საკითხს ვჯეროდით, ჩვენ მიზეზად იმისთვის თუ იმის მიზეზად თუ რატომ არის აუცილებელი ისწავლოს რელიგია, გამოვარჩით ორი ობიექტური მოცემულობა ჩვენი საზოგადოების, ეს არის რელიგიური მრავალფეროვნება საზოგადოებაში არსებობს და მეორე ეს არის საზოგადოების ინტერესი რელიგიასთან დაკავშირებით. საზოგადოება არის დაინტერესებული. შეიძლება ძირითადად ბავშვების სკოლაში არჩევანს თავად ვერ აკეთებდნენ, უნდა თუ არა რელიგიის სწავლა, მაგრამ შეიძლება შეუძლია ამას ცდილობდნენ. და განსაკუთრებით მონდომებით ზოგიერთი მასწავლებელი ახერხებს იმას, რომ მუსიკის და კულტურის განყოფილება შეუცვალოს ბავშვებს ცდილობებზე დარებით და განასტანებულები არიან ხოლმე, რომ სკოლის დირექტორმა შენიშნულობაც. მოკლედ ეს ორი ობიექტური გარემოება შევარჩიეთ. თუ საჭიროა მივჟევოთ ამაზე, ეს გარემოება არსებობს თუ არა, მაგრამ გონდი რომ არსებობს და ზოგიერთ განცხადებას გადავიღოთ. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალფეროვან გარემოში მას რელიგიური ნიშნით
გარემოში სადაც რელიგიური ინტერესი მაღალია და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია რელიგია, ზოგადად შეიძლება ზედმეტადაც ნაკლებად. აუცილებელია რომ ამ გაუპირობანი გარემოს განსხვავებულმა წევრებმა იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, იცოდნენ ერთმანეთს. ამიტომ, როდესაც ჩვენ განათლებაზე ვსაუბრობთ რელიგიაზე, ჩვენი თვითმიზანი კიდევ ერთხელ ვთქვა, არ არის აუცილებლად რელიგიის სწავლება. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში, ან რაღაცა საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ გაუწყობა დაეძლიოს და ამის კარგი საშუალება არის ის, რომ არსებობდეს სადმე ობიექტური, ნეიტრალური და კვალიფიციური აკადემიური ინფორმაცია რელიგიების შესახებ. ეს ჩვენი საზრით შეიძლება იყოს სკოლა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის თავის მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ინიციატივა, რომელიც უნდა ვიჯეროთ და მაგალითად რომ ასეთი დისკუსია შეხვედრა ეს შეიძლება და ჩვენ რაღაცით ამაზე მუშაობთ. მეორე საკითხია ის თუ როგორ უნდა ისწავლოს ეს არ არის საქართველოს პრობლემა მხოლოდ ჩვენ ვცნობთ საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებს, სადაც რელიგიის პედაგოგების პრობლემა დასმულია როგორც ევროპული პრობლემა, ზოგადად პრობლემა და არის რეკომენდაცია გაწეული, რომ უნდა გადამზადდნენ აუცილებლად და დაუშვებელია, რომ ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებლები ზოგადად დაიქცნენ რელიგიის მასწავლებლები. ანუ ეს არის ძალიან რთული პროექტი, რთული პროგრამა, ხანდახან გრძელვადიანი და ამაზე უნდა ვიჯეროთ ჩვენ როგორ შევასრულოთ. შემდეგი საკითხი რაც არის ის, რომ სკოლაში რელიგიის საგანი ცალსახად და ის მინდა რომ ცალსახად გაჟღერდეს სააგენტოს პოზიცია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ განათლებაზე, ვსაუბრობთ ინტერრელიგიურ განათლებაზე, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი რელიგიის ისტორიების, კულტურული და დოქტრინალური ნაწილების გარდა აუცილებლად და ალბათ კურსის საწეს ნაწილში თუ ასე წარმოგვიდგენთ, კურსი უნდა იყოს თვითონ რელიგიის ფენომენის გაცნობა. ან მოსწავლისთვის რას ნიშნავს რელიგია თავისთავად, რას ნიშნავს რელიგია ადამიანისთვის და მეორე აუცილებლად უნდა იყოს რწმენის ფენომენის გაცნობა ბავშვისთვის, რას ნიშნავს რწმენა და რომ ეს არის ადამიანის ასე ვთქვათ, ბუნებითი ნაწილი და არა ვთქვათ რომელიმე რელიგიის ნაწილი. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც რამის თავისუფლებას და რელიგიის ნიშნით თანასწორობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ჩვენ სულაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა რელიგია გავს ერთმანეთს გავსია და თანასწორია რაღაც დოქტრინალურ ისტორიულ ნაწილში, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა ადამიანი თანასწორი რწმენის ნაწილში და შესაბამისად მას რამეები რწმენას არ უნდა ჰქონდეს, ამ ნიშნით ის თანასწორი. ამიტომ გვინდა რომ პირველ რიგში ადამიანმა ამ შემთხვევაში მოსწავლე იცოდეს რას ნიშნავს რელიგია, რას ნიშნავს რწმენა ადამიანისთვის და უკვე შემდეგ მან იცოდეს რას ნიშნავს სხვადასხვა რელიგია. რა შემოასწრებს ამ რელიგიებს და ჩვენ წარმოვიდგენთ ამით ამ ნეიტრალური, ობიექტური და აკადემიური ინფორმაციით შევძლებთ იმას, რომ საზოგადოების განსხვავებული რელიგიური შემადგენლობა და მოწმენდები გაიცნობენ სხვა რელიგიებს, გაიცნობენ არა იმ რეჟიმში, რაც სამწუხაროდ დღეს მიწევს ჩვენ რაღაც დაპირისპირებები და პროვოკაციები, ხშირად შეურაცხყოფა, რელიგიურ ნიშნ, დევნა და ასე შემდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა რეალურია ჩვენი საზოგადოების, არამედ გაიცნობენ აკადემიურ სივრცეში. გარდა ამისა, ძალიან მოკლედ მინდა შევაჯამოთ ესე იგი, ამიტომ გრძელი გამომდის ჩვენი სიტყვა. კიდევ ერთი ნიუანსი არის ის, რომ ცხადია ახლა ის პროგრამით ისწავლება სამნეტო სკოლაში რაღაც კომპონენტში ალბათ ყველა საგანი, რომელიც ჰუმანიტარულ საგანში შეიძლება იყოს არა, მოიცავს რაღაც რელიგიის ნაწილს. ისტორიაში მაგალითად არის რაღაც ფაქტები, რომელიც რელიგიურ საკითხებს ეხება. ძალიან ძნელია ისტორიული ფაქტები მიაწოდო მოსწავლეს ისე, რომ არ აღნიშნო ის სიმახინჯე, რაც შეიძლება რომელიმე ეტაპზე ისტორიის რომელიმე რელიგიამ დაუშვა, ან რომელიმე რელიგიის სახელი განხორციელდა. იქნება თქვათ ეს ევროპის ისტორია, უნდა ჩვენი ისტორია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ისტორიის მასწავლებლებს, რომ მაგალითად როგორც თქვენს კვლევაშია, აუგზავნოთ ისტორიის მასწავლებლებს, რომ
მოსწავლეებს აუხსნა და გააცნონ ის ტექსტი, რომელიც თქვენი შეფასებით არის მიზოგინური და არის ასე იგი უკავშირდება რუმის სულთნის წერილს თავმოყრისადმი, სადაც ესე იგი ხო ეს კიბათ არამერად ვინახავთ აბსოლუტურად უბრალოდ ამ ისტორიულ დოკუმენტს ჩვენ ვერ ამოვიღებთ ისტორიით. ამისთვის საჭიროა რომ ეს ისტორიული დოკუმენტიც გაიცნოს სტუდენტებმა, გაიცნოს ისლამის, რომელიც არ არის ასეთი და რომელიც იყო ინსტრუმენტი თქვა იმპერიის, ისე როგორც ქრისტიანობა იყო სხვა იმპერიის ინსტრუმენტი თავის დროს. და ჩვენ თავის გამოგვიცდია თუნდაც მეფის რუსეთის დროს როგორ იყენებდა რუსეთი ჩვენს რელიგიას ასე ვთქვათ. ისლამის აკუმ საზოგადოების წინააღმდეგ და იყენებდა საკუთარ იმპერიულ მიზნებს. ამიტომ ეს კომპონენტიც არის ალბათ მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ არ დავარღვიოთ ვთქვათ ისტორიის სწავლება, არ გქონდეს შიში იმის რომ როდესაც ვასწავლეთ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს მოსწავლეებს ეს არ იქნას ცუდად გაგებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და არ შეიძლება ვთქვათ ამოვიღოთ ვთქვათ ჯამის წარმოქმნა, რომელიც ასე ვთქვათ ამ აგროფილების ხალხია და ასე შემდგომ. როგორც მხრივ უნდა იცოდეს მოსწავლე რომელიც არაბები არც ისლამი და ასე შემდეგ რელიგიები თავისთავად ასეთები არ არიან. უბრალოდ ეს იყო ეს მეორე ნაწილი რელიგიის შინაარსი და ის რომ ისტორიულად გასანახებად ხდებოდა რელიგიის სახით ერთმანეთსაგან დაიმიჯნოს და ორივე შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდეს მოსწავლეს, ჩვენ ვთქვით რომ ამის საშუალება იქნება კვალიფიციური ინტერრელიგიური სწავლება სკოლაში, მათ შორის იმ კომპონენტებით და წინსწრებით კომპონენტებს შესწავლით, რომელიც თქვი თავად რელიგიის როგორც ასეთი და ჩვენი ფენომენის გაცნობა მოსწავლეებში. ეს არის მოგრძის თვალჩემიზია, კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს არის ინიციატივა, რომელიც გავაჟღერეთ იმისთვის, რომ სწორედ სამჯეროდ დამყარდეს საზოგადოებისთვის, მარketingისთვის და ჩვენ ღიავთ იმისთვის, რომ ამაზე ვიმჯეროთ, რელიგიის აგენტურის ის ინსტიტუცია, რომელიც ამ საკითხებზე ასე პროფესიულად მუშაობს, თუმცა ცხადია საკითხებს საბოლოოდ არ წყვეტს და ეს ავტოტექნიკური ცხოვრების და ასე პროცესული ჩაფრული გადაწყვეტა. შესაბამისად, მე ამ შემთხვევაში ამის მეტის თქმა რაც სწორად მოაჩინება ვფიქრობ, რომ კარგად პოსტში თქმას უნდა გამოხატე, თუ რამე კითხვა იქნება ან თუ რამე წარმოჩენილობა დამატება იქნება რაღაც საჭირო. შემიძლია დავამატო. ძალიან დიდი მადლობა თქვენი მოსაზრების წარმოდგენისთვის. პრინციპში თქვენი საუბრით ის რომ რელიგიის და ნეიტრალურად რელიგიის სწავლების დეფიციტი არის სკოლებში, ამას ძალიან ბევრი აღიარებს ის რომ არ არსებობს მასწავლებელთა გადამზადებული კორპუსი, მათ შორის სხვა საქმეებში, რომელთაც შეუძლიათ ასე ვთქვათ ნეიტრალურად დაბალანსებულად ობიექტურად ასწავლონ რელიგია. ამას თანხმდება ყველა და თქვენი საუბრით რომ სააგენტოს ინიციატივა იყო ინტერრელიგიური სწავლება და არაკონფესიური სწავლება, რომლის სამართლებრივი რეჟიმი დღესაც გვაქვს არსებული კანონმდებლობით და სკოლა შეუძლია განათლების სისტემის ფარგლებში ესეთი საგანი შესთავაზოს. უბრალოდ რომ დააზუსტოთ, რაში მდგომარეობს ცვლილება პოლიტიკის და სააგენტო როგორ ხედავს ამ ინიციატივა რაში მდგომარეობდა, იმიტომ რომ ეს კომპონენტები, რაზეც საუბრობდით, პრინციპში არსებობს დღესაც, შეიძლება სჭირდება მას გაძლიერება და ეს არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა, ხომ არ საუბრობდით რეგულარულად სავალდებულო სწავლებაზე ინტერრელიგიური საკითხის. ანუ ეს ხომ არ იყო ინიციატივის, ან რა არის ინიციატივა, რო გითხრათ ზუსტად, იმიტომ რომ ყველა კომპონენტი, რომელზეც საუბრობდით, არის ამ კანონმდებლობის, ამ პოლიტიკის ნაწილი მკვდარ, რომელიც შეიძლება არის ეს თქვა ხარვეზიანი და გადასინჯვა საჭიროა, თუმცა ყველაფერი გვაქვს არსებულ სისტემაში. რა იყო ცვლილება, რომელიც ბატონმა ზაზამ შემოხტავაზე? იგივეს გავიმეორებ, ეს არის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი პროექტის დამჟღავნება, ეს არის სამჯეროდ შემოთავაზებული ინიციატივა, შესაბამისად ჩვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა შეიძლება კიდევ პოლიტიკის ცვლილებასაც შეეხება, ეს არის ჩვენი ხედვა. პირადად ჩემი თავიდან მოვიზიარებ იმას, რაც ეხლა გავაჩერებ როგორც სააგენტოს პოზიცია, რომ კარგი იქნება რომ ეს სწავლება იყოს ინტერრელიგიური. რეგულარული სავალდებულო ამას იმაში ამას როცა რომ ჯერ ამაზე უნდა ვიჯეროთ ჩამოყალიბება. იქნება ეს რეგულარული, იქნება ფაკულტატური, იქნება თქვა საპირისპირო პროგრამას ამოჩენილი დავაკვირდები და მე ვიტყვით რომ ჯობს და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად გახსნით და თავისუფლად მინდა რომ ამაზე ჯერობა შევიდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ ახლა შეიქმნას სააგენტო გადავწყვეტთ. სკოლაში დავუწყოთ ინდეპენდენტიზაცია ჩავაყენოთ.
აბა არ დავარიგებთ სკოლა და მოსწავლე. პირიქით. ჩვენ მინდა რომ სადმე სისტემურად ეძლებოდეს ადამიანის ინფორმაცია იმ დროინდელი პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში არის. და განყოფილებოდეს ის ინტერესი, რაც საზოგადოებას აქვს. დანარჩენზე ვიმჯეროთ, დიდი მადლობა. შეიძლება მე ჩემბრალი რომ დავარღვე ფორმატი და თქვენ გადავედი მომხსენებელთან, ეს იქნება ერთადერთი გამონაკლისი დისკუსიაში და ბოდისოფტი რომ მე ვარ ინიციატორი ამის, მაგრამ აღარ დავუშვებ მეორეს, ჯობია დისკუსიის ფორმატში თქვენი კითხვები ასე ვთქვათ მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოზიცია, მათ შორის საპატრიარქოს, მათ შორის სააგენტოს, რადგან ეს ინიციატივა უფრო და უფრო ცხადი, ნათელი ხდება. და ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ამ შინაარსის შემდეგ ალბათ განათლების სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რომელიც ყველაზე კარგად ხედავს როგორი სურათი არის განათლების სისტემაში, რა ტიპის რეფორმა სჭირდება. დღეს ზოგადი განათლების სისტემა სკოლას რელიგიის სწავლებას, რა პრობლემებია, რა ხარვეზებია, როგორ ხედავს და აფასებს ქალბატონი ნათია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით მუშაობის, რომელსაც სამინისტროს პოზიციაც გარკვეულწილად შეუძლია ამაზე ალბათ გითხრას. დიდი მადლობა. რომელიმეს გამოვხდა ამ შემთხვევაში თქვენი მიკროფონით ესაკეთებ. ეს უკი ხარ გაუჩნდეს კიდევ დაჭირდება. საღამომშვიდობის მოგესალმებით. გახლავართ ნათია ჯუფაძე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ დისკუსიის ორგანიზატორებს. იმიტომ რომ ესეთი შეკითხვები, მომართვები, წერილები ჩვენთან ძალიან ხშირად შემოდის, ძალიან ხშირად შეიძლება ისეთი პირობითი ის არის, რა ქვია, ცნება ტერმინია, მაგრამ ხშირად შემოდის და არაერთ ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან ხონია ამაზე საუბარი და დისკუსია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ ხართ დაინტერესებული ამ თემიდან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ასე ვთქვათ, თემა არის გამოტანებული, მნიშვნელოვანი, საინტერესო, სადისკუსიო და ჩვენი ყველას მიზანი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე ინსტიტუციის, ჯგუფის იქნება ეს თუ ადამიანის ასე ვთქვათ, ინტერესების გატარება, არამედ მომავალი თაობის თვის ისეთი განათლების შეთავაზება, არა რომელიც მას დასჭირდება არა ხვალ, არამედ 10 წლის მერე, 20 წლის მერე და 30 წლის მერე, როცა ის გადის ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო სივრციდან და იწყებს უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ბატონ ზურას, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ვერ შეამჩნევთ, თქვენ რო საუბრობთ, მე გეთანხმებოდით, ჩუმად გეთანხმებოდით და დიდი მადლობა მინდა უთხრა სააგენტოს წარმომადგენელს, იმიტომ რომ ფილოსოფიურად მე რაც მოვისმინე, ჩვენ ყველანი ერთ პოზიციაზე ვართ აბსოლუტურად და მე შემიძლია თქვა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ასე ვთქვათ, ხედვა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, სამინისტრო ფუნქციონირებს არ იქნება ძალიან მოსაწყენი ხო თუ ვიტყვი სამინისტრო თავის ხედვას აყალიბებს კონსტიტუციის ფარგლებში, სამინისტრო თავის ხედვას და პოლიტიკას ახორციელებს ზოგადი განათლების კანონის ზოგადი განათლების შესახებ ფარგლებში, რასაც უკვე ეფუძნება ყველა შემდგომი ნორმატიული დოკუმენტი, რითიც ჩვენ წარმოვართავთ სასწავლო პროცესებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საჯარო სკოლების რეგულირება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად რეგულირებადია ცხადია სამინისტროს მხრიდან, კერძო სკოლების მიმართულებით, ასე ვთქვათ, ასეთი ბევრი და მკაცრი რეგულაციები სამინისტროს არ აქვს. მე მინდა აუდიტორიას მივაწოდო ინფორმაცია, რა გვაქვს ჩვენ ახლა ამ თემატიკის ირგვლივ, როგორ თავაზობთ მოსწავლეებს, რა პროგრამას თავაზობთ მოსწავლეებს, რა ტიპის დისკუსიები გქონდა, რას ფიქრობთ და როგორი არის ჩვენი პოზიცია. უპირველეს ყოვლისა არ მეზრდება, ასე ვთქვათ, მათ შორის რეკლამირება გაუწიო იმ დოკუმენტს, რომელიც არის ეროვნული სასწავლო გეგმები და რომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ეროვნული სასწავლო გეგმა ეს არის ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა, როგორ, რა დოზით, რა პერიოდულობით უნდა ისწავლოს მოსწავლემ სკოლაში პირველიდან 12 კლასის ჩათვლით. დოკუმენტი იზიარებს შემდეგ ფილოსოფიას, ცოდნა, უნარები და ღირებულებები.
ძალიან მნიშვნელოვანია ამისი თქმა. რატომ? იმიტომ რომ მთელი დოკუმენტის ლაიტმოტივი არის ზუსტად ის, რომ მოსწავლემ არა მხოლოდ ფაქტები უნდა იცოდეს და ფაქტობრივი ცოდნა ჰქონდეს და ინფორმაცია, არამედ მას უნდა შეძლოს ამ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, გამოყენება, საჭირო შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მისი შედარება და ასე შემდეგ და ამის საფუძვლად, ამის შედეგად მას უნდა ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულებები და ღირებულებები. ისეთი ზოგად საკაცობრიო ღირებულებები, როგორიც არის ადამიანის პატივისცემა, როგორიც არის ასე ვთქვათ, ჰუმანიზმი, როგორიც არის ცოდნა, განვითარება, მოქალაქეობა, ასე ვთქვათ, კანონის პატივისცემა და ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, ღირებულება, რომელიც მოქალაქეს სჭირდება, რომელიც სჭირდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სჭირდება მოქალაქეს უყუროს და მე-11 საუკუნეში. ცხადია, ეროვნული სასწავლებლმა განსაზღვრავს საგმობრივ პროგრამებსაც ბუნებრივია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ რელიგიის საკითხები, რელიგიის ისტორიის საკითხები არის ინტეგრირებული სოციალური მეცნიერებების ბლოკში, ანუ ლაპარაკი არის ისტორიაზე, სამოქალაქო განათლებაზე, გეოგრაფიაზე. ცხადია, უფრო დიდი დოზით ის ინტეგრირებული არის ისტორიის საგმობრივ სტანდარტში და მე არ ვიცი თუ სურვილი იქნება მე და დროც შემიძლია რომ ასე ვთქვათ კონკრეტული მიმართულებები დაგაცნოთ, იმიტომ რომ სტანდარტი რა არის სტანდარტი? სტანდარტი ადგენს იმას, თუ რა უნდა შეეძლოს რა უნდა იცოდეს და რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს ამ კონკრეტული კლასის და საგნის დასრულების მერე. შემდგომ, მაგალითად, მე-5 კლასის დასრულების შემდგომ, როცა ის გაივლის საგანს მათემატიკა, როცა ის გაივლის საგანს ჩვენი საქართველო. ეს არის შედეგებზე ორიენტირებული დოკუმენტი და ძალიან ბევრი შედეგი გადის ზუსტად ისეთ ცოდნაზე, უნარებზე და კომპეტენციაზე, როგორიც არის რელიგიის ისტორიის ცოდნა, როგორიც არის რელიგიის, ასე ვთქვათ, როლი სახელმწიფოების ფორმირების, კულტურების ფორმირების, კონფლიქტების დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სიამოვნებით გაგიზიარებთ თუ გექნებათ სურვილი ამ კონკრეტულ შედეგებს. აი მაგალითად შეიძლება გითხრათ, მე-5-6 კლასებში არის ესეთი საგანი, ჩვენი საქართველო გვია, რომელიც არის ასე ვთქვათ, ნაერთი საგნების საქართველოს შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივიდან, ანუ ეს არის გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება და ერთ-ერთი შედეგი აი საგნის სწავლებისა არის რომ მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები, ანუ აღწეროს რომ საქართველოს რა რელიგიები არსებობს მათ შორის არა მხოლოდ დღეს, არამედ ისტორიულ კონტექსტშიც არსებული რელიგიები. ცხადია, ასე ვთქვათ, ლაპარაკი არის არაერთ რომელიმე ასე ვთქვათ კონფესიაზე. ასევე გვაქვს ესეთი სტანდარტი, რომ მოსწავლეს შეუძლია შედეგი, მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებას და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში. ერთ სიტყვით, ცხადია ამ შედეგებს ახლა არ წავიკითხავ ყველას, მაგრამ და ბუნებრივად ჩვენი დეპარტამენტი მზად არის თუ კი აი ამ სტანდარტის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ ჯგუფებს აქვს სურვილი ვთქვათ რაღაცა ცვლილება განვახორციელოთ, ახალი შედეგი შეიძლება გაჩნდეს ამა თუ იმ კლასში და ამა თუ იმ საგანში, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ამ საკითხის განხილვისთვის, მით უმეტეს რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ეროვნული სასწავლებლის რევიზიის პროცესში, რომელიც ასე ვთქვათ მუშავდება. პირველი მე-4 კლასები არის უკვე დასრულებული, მაგრამ ჩემი მოსაზრება პირადად არის ასეთი, რომ რელიგია ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რელიგიის ისტორია ვასწავლოთ მოსწავლეებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ასაც გააჩნია ცხადია, აუცილებლად ასაკის გათვალისწინებით უნდა იყოს ეს თემა მიწოდებული, დოზირებული და ასე შემდეგ. და ასევე იმდენად რამდენიც რელიგიას ძალიან სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა ისტორიულად დარწმუნებული ვარ, ეხლაც აქვს ევროპაში, აზიაში და სხვადასხვა რელიგიებს, მისი გამოტანა როგორც ცალკე დისციპლინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ინტეგრირებული ზუსტად იმ ისტორიის სტანდარტში, სადაც მოსწავლეს შეიძლება რაღაც გარკვეული პროცესები, კულტურა, მათ შორის გაიაზროს მრავალი კუთხიდან. ერთ-ერთი მათ შორის იყოს რელიგია, რომელიც ასე ვთქვათ, იყო ძალიან სერიოზული მაფორმირებელი და არის ძალიან სერიოზული მაფორმირებელი ფაქტორი. ეს არის ჩვენი ხედვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არგუმენტი ამისი არსებობს და ის ფაქტი, რომ იცით რა არის, ჩვენ ხშირად ვეცნობით, ვთქვათ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყნების სასწავლო გეგმებში და ეს ჩვენი ვალდებულებაც არის სამსახურებლივი და ფუნქციაც არის სამსახურებლივი, ცხადია.
რა თქმა უნდა, იმ ზოგად საკაცობრიო ღირებულებებზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, 10 მცნების ფარგლებში, ასე ვთქვათ, ბევრი ქვეყანა მუშაობს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს საკითხები, როგორც ჩვენთან ინტეგრირებული არის და ასე ვთქვათ, ისტორიის მიმართულებით ხდება მისი მიწოდება, ლიტერატურის მიმართულებით, ლიტერატურის სწავლების, ლიტერატურის მცოდნეობის მიმართულებით, კულტურული სწავლება, კულტუროლოგიას, cultural studies, აი ამ საგანში არის ხოლმე ინტეგრირებული. ზოგიერთ ქვეყანაში არის მაგალითად საგანი ეთიკა, მორალური განვითარება და ეთიკა არის ესეთი შემთხვევებიც ცხადია. ამიტომ ის ვთქვათ, რომ ამ ყველგანი სწავლება, ან ასად არის სწავლება რაღაც ისე ცალკე საგნად ძალიან რთულია, მით უმეტეს ხარ ვერ გეტყვით, რომ ყველა ქვეყანა გვაქვს შესწავლილი, მაგრამ ჩვენ ცხადია, ასე ვთქვათ, ორიენტაცია გვაქვს იმ ქვეყნებზე, სადაც განათლების მაღალი ხარისხი არის და ეს საერთაშორისო კვლევებით არის დადასტურებული და ნაჩვენები. თუმცა მაგალითად ისეთი საგანი როგორც სამოქალაქო განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საგანი არის და ასევე მზადვართ სიამოვნებით მოთხოვეთ თუ სულ გადიზიარებთ სამინისტროს ვებგვერდზე ცხადია განთავსებული არის ეს დოკუმენტი, რომელიც ასწავლდება მაგალითად სამოქალაქო განათლება, რომელიც დღესდღეობით ისწავლება მე-9 კლასში. ზუსტად იმ ღირებულებებს ქადაგებს, ცდილობს, რომ მოსწავლეს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად მისი აღსარებლობისა, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური კუთვნილების სქესისა, რასისა და ასე შემდეგ. სამოქალაქო განათლება ზუსტად ეს ის საგანი არის, რომელიც ხელს უწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ ტოლერანტულები, იმიტომ რომ გეთანხმებით და საქართველოს მრავალ რელიგიური, მრავალ ეთნიკური ქვეყანა არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვიყვარდეს ადამიანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს და ეს საგანი ზუსტად ამას უწყობს და პატივს სცემდეთ მის არჩევას, მის სურვილებს, მის გადაწყვეტილებებს და მეტიც ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სამოქალაქო განათლება, რომელიც მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება და ვფიქრობ, გარკვეულწილად დაგვიანებული არის, აი ეს ცოდნა და კომპეტენციები ჩამოვიდავთ უკვე დაწყებითი საფეხურის ბლოკში და მე-3-4 კლასში ძალიან მცირე დოზით ბავშვებს შევთავაზოთ ზუსტად აი ეს საგანი, ზუსტად აი ამ პრინციპის დაცვით და აი ამ ღირებულებების დაცვით. მე ვფიქრობ, ხო, დრო თუ დასრულებულია ეს, ყოველ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით მოვისმენ აუდიტორიის კომენტარებს, ხო, ერთი უნდა დავამატო აუცილებლად, ჩვენ გვქონდა შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ცხადია და მაგალითად ჩვენ ვიმსჯელეთ ესეთ საკითხზე, ასე იგი სკოლაში ჩვენ გვაქვს როგორც სავალდებულო საგნები, ასევე არჩევით ეგრეთ წოდებული ფაკულტატური საგნების ბლოკი, რომელიც შემოდის ოფიციალურად შეუძლია სკოლას დაიწყოს და სახელმწიფო აფინანსებს ამას მე-10 კლასიდან, ხოლო ნებისმიერ კლასში სკოლა შეუძლია დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შესთავაზოს თავის მოსწავლეებს. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომ ჩვენ პრინციპში გვინდა შევქმნათ რელიგიის ისტორიის ფაკულტატური სტანდარტი, რელიგიის ისტორიისა. როგორ ვასწავლით, თქვათ, რა საკითხები შევაქვს, ვინ იქნება პედაგოგების კორპუსი, იმიტომ რომ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი, სტანდარტზე მნიშვნელოვანი დამეწუნეთ არის პედაგოგი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ძველ ისტორიულ ეპოქებს თუ გადავხედავთ, არ ჰქონდათ სახელმწიფოებრივი, მაგრამ არსებობდნენ მასწავლებლები, რომლებიც ზრდიდნენ თაობებს. ამიტომ პედაგოგის საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ აი ეს ის საკითხებია, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით ვიმსჯელებთ თქვენთან და საპატრიარქოსთან ერთად ცხადია. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა კალათია. პრინციპში ის ხედვა, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, სიმბოლიკით საკუთრებულად, ან ცვლილებებს როგორ ხედავს, დავუშვათ სამინისტრო, არც ეს ნაწილი არ არის თანხმდროში ინიციატივასთან, რომელზეც დავიწყეთ საუბარი. ალბათ ეს პროცესის თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან პრინციპში ჩანს რომ ინიციატივა, რომელიც არ წარმოაჩენა არც ერთ აქტორთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი და პროცესში ყოფილიყო ჩართული, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, რელიგიური ორგანიზაციები, თავად განათლების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს პოლიტიკას ამ კუთხით, არ ყოფილა შეთანხმებული, გაზიარებული და ეს არის ისე ძალიან იზოლირებულად მომზადებული ინიციატივა, თუმცა კარგია მინიმუმ ის რომ დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ეს არ არის მინიმუმ გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ არის დრო რომ აი ამ პრობლემებზე გამოწვევი ვილაპარაკოთ. ქალბატონად ალბათ დისკუსიის რეჟიმში მოხდება იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ როგორი არის პოლიტიკა განათლების კითხვისმის, რომლის სასწავლო გეგმა და ჩვენი კვლევაც იმის ყველა მას დადებითად აფასებს და ალბათ რაღაც ხარვეზები შეიძლება მას ჰქონდეს, თუმცა ზოგადად ეს არის კარგი დოკუმენტი, ისევე როგორც კანონი შეიძლება ისე იქნება შეფასებული, თუმცა
მისი აღსრულება და ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ალბათ უკვე ისაუბრებს შრომის მოხსენებელი თამთა მიხელაძე, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი და თამთა. Სახელმწიფოებისა, დიდი მადლობა ლიბერალს დისკუსიის ორგანიზებისთვის და თქვენთვის რომ გამონახეთ და ესწრებით ამ შეხვედრას. რელიგიის სწავლების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რელიგიის საკითხებზე სახელმწიფო სააგენტომ თავმჯდომარე გააკეთა მოხსენება რეგიონალურ კონფერენციაზე რელიგიის თავისუფლების, სადაც საკითხი მან ისეთი კონტექსტით დასვა, რაც გულისხმობდა რელიგიის სწავლების და კონფესიური სწავლების სავალდებულო წესით დაბრუნებას სკოლებში. მე მაქვს იმ მოხსენების ჩანაწერი, უბრალოდ თავად სააგენტოს მიერ გამოგზავნილი ტექსტი, სადაც წაგიკითხავთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორი იყო ბატონი ზარდაბა შაყმაძის მოხსენების ძირითადი ხედვა. აქ საუბარი იყო რელიგიის საგნის საჯარო სკოლებში სწავლებაზე, რომელიც ერთის მხრივ გააერთიანებს ადამიანის რელიგიურობის და რწმენის ფენომენს და ასევე შემოიტანს კონკრეტული რელიგიების დოქტრინალურ, ისტორიულ და კულტუროლოგიურ კომპონენტებს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ რელიგიური გაერთიანების ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს ასეთი განათლების რეგულირებაში, თუმცა სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცნობდეს განათლების ფორმას და შინაარსს. პრინციპში სწორედ ეს განმარტებები გულისხმობდა იმას, რომ სავალდებულო წესით რელიგიის სწავლება უნდა დაბრუნდეს სკოლაში და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააგენტო უთითებდა, რომ რელიგიის სწავლება უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული ინდივიდის მოსწავლის რელიგიური საჭიროებები და რწმენის საკითხი, ეს გულისხმობდა იმას, რომ ეს იქნებოდა რელიგიის სწავლება იქნებოდა არა ნეიტრალური, არა ობიექტური, რომელიც შეიძლება იყოს რელიგიის ისტორიის საგანში კონცენტრირებული, ან ის განფენილი იყოს სხვადასხვა საგნებში, არამედ ასე ვთქვათ კონფესიური, როცა მორწმუნეებს, კონკრეტულ მოსწავლეებს მიიცემოდათ საკუთარი რელიგიური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ცხადია, რომ ეს ინიციატივა ლინამ შესავალში აღნიშნა, რომ არ იყო შეთანხმებული ყველა მნიშვნელოვან აქტორთან და რა თქმა უნდა ეს ამ ინიციატივის ისე როგორც სააგენტოს საქმიანობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეს აყენებს, იმიტომ რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ან ინიციატივები არ შეიძლება სპეციალურად შექმნილმა ორგანომ სათანადო აქტორებთან შეთანხმების გარეშე წარმოადგინოს საზოგადოების წინაშე, მით უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში რელიგიური უმცირესობების მონაწილეობა, იმიტომ რომ საჯარო სკოლებში არსებული ინდოქტრინაციის თუ დისკრიმინაციის შემთხვევები თუ პრაქტიკა პირველ რიგში სწორედ ამ ჯგუფზე აისახება. მე მინდა ვთქვა, რომ თუმცა რა თქმა უნდა მე ვარ მოხარული, რომ სააგენტოს პოზიცია არ არის რადიკალური და ის არის მზად იმისთვის, რომ შენიშვნები მიიღოს და ასე ვთქვათ სივრცე ამ დროისთვის არის თავისუფალი ამ საკითხზე მსჯელობის თვალსაზრისით. პირველ რიგში მე ალბათ მინდა ვთქვა, რომ ის განათლების სისტემაში შეუწყნარებლობის, რასიზმის, ქსენოფობიის პრობლემა დგას სერიოზულად და ეს არის ის დაშვება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რელიგიური უმცირესობები ვაღიარებ და პრინციპში დისკუსიების დროს ჩანს, რომ თავად განათლების სამინისტროც აღიარებს. ის სერიოზული პრობლემები, რომელსაც ჩვენ დღეს რეალობაში და საზოგადოებაში ვაწყდებით, რომელიც ალბათ შეიძლება რელიგიური ნაციონალიზმის თეორიით აღიწეროს და შეფასდეს, მისი ძირები და მიზეზები ალბათ განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ შიდა უდიდეს სამსახურმა არ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევას. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრებთ მინისტრთან და საკმაოდ მაღალი გვაქვს ინტერესი თუ როგორ განვითარდება ამ საჩივრის განხილვა და რამდენად სწორ სამართლებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო. პრობლემა რეალურად არის ძალიან მწვავე სკოლებში. ჩვენ რელიგიის თავისუფლებაზე ჩვენი ორგანიზაცია
ორგანიზაცია მუშაობს და ყველა კონფესიასთან შეხვედრის დროს მთავარი პრობლემა, რომელსაც რელიგიური უმცირესობები აწყდებიან, ეს არის სწორედ ინდოქტრინაცია. ყველაზე მწვავედ ეს საკითხი დგას მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა ალბათ ეს მწვავე იმით არის განპირობებული, რომ ეს ჯგუფი უფრო მეტად მრავალრიცხოვანია და ისინი საუბრობენ, რომ იმ სკოლებშიც კი და იმ რეგიონებშიც, იმ თემებშიც კი, სადაც ისინი უმრავლესობას შეადგენენ, მასწავლებლები ბედავენ ისლამის შეურაცხყოფას, მისი როგორც მტრის რელიგიის შეფასებას და საუბარს იმაზე, რომ ქართული მუსლიმის იდენტობა არის კონტრავერსიული, მიუღებელი, ეს არის ისტორიული შეცდომა და ისინი ვერ გახდებიან ამ საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქეები, თუ ისინი არ დაუბრუნდებიან ქრისტიანობას. პრინციპში ის რაც ჩანს მაგალითად აჭარაში, უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, მწვავე რეაგირების საგანი განათლების სამინისტროსგან იმისთვის, რომ მან დაგეგმოს სპეციალური ღონისძიებები, საგანგებო ღონისძიებები იმისთვის, რომ გამოასწოროს სკოლებში არსებული სიტუაცია. თუმცა ჩვენ ესეთ ცდილობებს განათლების სამინისტროს მხრიდან ვერ ვხედავთ. მე მესმის, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ცნობიერებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ძნელია კონკრეტული მასწავლებლის წინააღმდეგ მიიღო თუნდ დისციპლინარული ღონისძიება და სამართლებრივი რეაგირება მოახდინა, იმიტომ რომ ამასწავლის უკან დგას მთელი თემი, ამასწავლის უკან დგან რიგ შემთხვევაში სასულიერო პირები, ამიტომ რეალურად გალაშქრება ამ პრობლემის წინააღმდეგ გულისხმობს ხშირად დომინანტი რელიგიური ჯგუფის თუ უმრავლესობის წინააღმდეგ ღია კონფლიქტში შესვლას. მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ, ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რეზულტატს ვერ დავინახავ და ჩვენ აღმოჩნდებით იმ პრობლემის წინაშე, როცა რელიგიური კონფლიქტები, რელიგიური სიძულვით მოტივირებული აგრესია და ძალადობა მუდმივად იწარმოება საზოგადოებაში და ჩვენ მუდმივად ვიქნებით იმ ძალადობის, იმ კოლექტიური ძალადობის მოწმეები, რაც მივიღეთ 7 მაისს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მივესალმები იმ გახსნილობას და იმ ზაობას, რაც განათლების სამინისტროს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ სიტუაცია ნამდვილად საგანგებოა და სამინისტროს მხრიდან საკითხი უფრო მეტ აქტუალიზებას და უფრო მეტად სპეციალურ მიდგომას მოითხოვს. და ამ ნაწილში სწორედ იმის გამო, რომ განათლების სამინისტროს კომპეტენცია და მე ვიტყოდი ფილოსოფიაც გაცილებით უფრო ტოლერანტულია და მათ უკვე აქვთ სისტემური ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხებზე სახელმწიფო სააგენტოს უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ქონდეს განათლების სამინისტროსთან და მე ვიტყოდი ალბათ წამყვანი აქტორი ამ საკითხში უფრო მეტად განათლების სამინისტრო უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ რელიგიურმა უმცირესობებმა და არა მხოლოდ საპატრიარქომ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, ვინც არიან დაინტერესებული ამ საკითხებით. საკითხის ალბათ შევაჯამებ. საკითხი, რომელიც დაისვა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ვიაზრებთ ჩვენ პრობლემას დღეს. როცა ვსაუბრობთ იმაზე თუ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი, ჩვენ ჯერ უნდა დავინახოთ პრობლემა, ვაღიაროთ პრობლემები და მერე დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები. მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმის გამო, რომ ხშირად რელიგიური ექსტრემიზმი თუ ძალადობა ხშირად ჩანს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ხშირად ის ძალიან ლატენტურია. და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სკოლის ინფრასტრუქტურაში ჩვენ ყველა სკოლაში ვაწყდებით რელიგიურ ატრიბუტიკას ან კოლექტიური ლოცვები, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც თითქმის ყველა სკოლაში ვაწყდებით. ესეთი ძალიან ხილული დარღვევების იქით ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალოდ ჩვენს სკოლის პედაგოგებს, მასწავლებლებს არ აქვთ უნარი სწორედ შეაფასონ, თანამედროვე პოლიტიკური თეორიებით შეაფასონ და სეკულარული სახელმწიფოს
ხედვით და კონცეფციით შეაფასონ ის ისტორიული პროცესები თუ დღეს მიმდინარე პროცესები, რომელიც საზოგადოებაში ხდება. ამიტომ მე მესმის, რომ მასწავლებლების გადამზადება ეს არის სერიოზული პრობლემა და მათი რიცხვის გათვალისწინებით, ამ პრობლემის სიღრმის გათვალისწინებით ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევს და მოუწევს განათლების სამინისტროს, მაგრამ პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ ერთობლივ ძალისხმევით ამ საკითხს უნდა მივხედოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჯერ აღმოაჩინოთ პრობლემები. ამიტომ სწორედ როცა ჩვენი კვლევის შედეგები და მისი რეკომენდაციები იყო ის, რომ განათლების სამინისტრო უნდა გახდეს პროაქტიული და მან იპოვნოს მიზეზები და ის გამოვლინებები რელიგიური ექსტრემიზმის, შეუწყნარებლობის თუ დისკრიმინაციის, რომელიც ჩანს განათლების სისტემაში, ეს არის ის, რომელიც ეს არის ის სახე, რომელიც განათლების სამინისტრომ უნდა გააკეთოს. ამიტომ მე პირადად და ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს ამ საკითხების ადვოკატირებას და სერიოზულად სისტემურად მუშაობას ამ საკითხებზე. ამიტომ განათლების სამინისტროს, ისე როგორც საპატრიარქოს თუ რელიგიურ უმცირესობებს თუ დაინტერესებულ პირებს ჩვენ ვეხმიანებით და ვთავაზობთ საქმის შეხვედრას ამ საკითხებისა, სადაც სახელმწიფო შესაბამისი პირებისგან მოისმენს ამ პრობლემის სიმწვავეს და იმას თუ როგორ აისახება რელიგიური უმცირესობების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს პრაქტიკა. მე მახსოვს ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსთან ბოლოს შეხვედრა, როცა თქვა, რომ მის მრევლს უწევთ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება და ხშირად ისინი უარყოფენ საკუთარ იდენტობას. ან გაურბიან რეალობას იმისთვის, იმიტომ რომ მასწავლებლების მხრიდან ისინი აწევენ ღია მიუღებლობას. და მე ვიცი თუ რა სირთულებთან არის დაკავშირებული აჭარელი მუსლიმებისთვის თქვათ ცხოვრება, იმიტომ რომ თქვათ ჩვენ ერთ-ერთი ჩანაწერი იყო რელიგიური კონფლიქტიდან, როცა ბავშვი ეკითხება რომ დედამისს რომ მას აქვს ესეთი იდენტობა, ეს არის პრობლემა თუ არა და საერთოდ ის ვინ არის. და თქვათ დედამისმა უთხრა რომ ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მას არავინ არ ახავს რომელიმე იდენტობას თავს, თუმცა ჩვენ ხედავთ რომ სკოლებში მიდის სერიოზული მუშაობა ამ მიმართულებით და მე ვიქნები კრიტიკული და ვიტყვი რომ ინდოქტრინაციის პროცესში სერიოზულია სასულიერო პირების როლიც. მე გამიჭირდება თქვა რომ ეს არის პოლიტიკა, რომელსაც შეიძლება მართლმადიდებელი ეკლესია ინსტიტუციურად ახორციელებს, თუმცა ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირების განცხადებები, ქადაგებები ამას ადასტურებს. ამიტომ ჩემი დასკვნა რომ გავაკეთოთ, პირველ რიგში არის პრობლემა, უნდა ვაღიაროთ ჩვენ პრობლემები, მათი მიზეზები, ის თუ რომელი ინსტიტუციებიდან მოდის ეს პრობლემები და ამ აღიარების შემდეგ ინკლუზიურად დავგეგმოთ ის თუ რა უნდა გაკეთდეს და სამინისტროს მხრიდან სამინისტროს მე ვთხოვ რომ ეს საკითხი გახდეს მისთვის ყველაზე აქტუალური, პრობლემური და შეიძლება ვთქვა ნომერ პირველი საკითხი, რომელზეც მან მთელი თავისი ძალისხმევა უნდა გაწიოს. დიდი მადლობა თამთა. პრინციპში საკითხები და პრობლემები, რომელიც თამთან დასვა არის ძალიან მწვავე, ძალიან ბევრი შრია შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრი აქტორის მონაწილეობას საჭიროებს და ბოლო საკითხი, რომელიც თამთა საუბრობს, იყო აუცილებლობა ამ დისკუსიების გაერთიანებისა რაღაც სივრცეში და ალბათ განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს ეს ფუნქცია და მისი პროაქტიულობა მათ შორის ამაში უნდა გამოვლინდეს. რომ ყველა შესაძლო აქტორს თავი მოუყაროს ერთ სივრცეში და ეს ყველაფერი გადაზარდოს სამუშაო ფორმატში და ყველა მზად არის იმისთვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ჩაერთოს განსაკუთრებით რელიგიური ორგანიზაციები, რომელიც წლები ამ საკითხს აყენებენ სხვადასხვა დონეზე. თუმცა ჩვენ ალბათ უმჯობესია ამ ეტაპზე გამოვიყენოთ ის სივრცე დისკუსიისთვის, რომელიც გვაქვს, მე არ გავაგრძელებ და ვთაგითმობთ თქვენ. მე ვარ სტუდენტი რატი ხარკიშვილი და საინტერესო სამოქალაქო განათლებაზე, რომელიც უნდა გაფართოვდეს და უფრო დაბალ კლასებიდან დაიწყოს ეს. ძალიან კარგია, რადგანაც ჩამოყალიბდეს ბავშვებიდან და სწორი აზროვნება ბავშვებში, მაგრამ ამ სემესტრს თავი პრობლემა არის ის, რომ ხარისხის სწავლება არ არის. ანუ ვერ ხდება დაინტერესება ბავშვების ამ საგნის და ეს ასოცირებულია მეორე ხარისხიან საგნებად, როგორც არის მუსიკა ან სპორტი. და როგორ მოხერხდება მაგალითად რელიგიის კარგად სწავლება, როცა ეს ვერ ხდება ბევრ სკოლაში კარგად გამძლეობციას და ხო არ ჯობს ჯერ ეს პრობლემას მიუხედავად და გაერთიანებული იყოს ეს სამოქალაქო განათლებაში უფრო ხარისხიანი სწავლებაც და თან ბევრი წელი იყოს სწავლების.
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ლიბერალს ამ დისკუსიის დაწყებისათვის, ამაზე ამ ჭრილში დაწყებისათვის. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს განვისვენ, საპატრიარქოს წარმომადგენლებს განვისვენ, სააგენტოს წარმომადგენლებს განვისვენ თავის მოსაზრებაზე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალიან ძვირფასია. მე ვძივარ ორსართულიანი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ორი ქუდი მახვირავს. ერთი მე ვარ აქ ვარ არა მხოლოდ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი და სასულიერო პირი, არამედ ვარ დედა ორი შვილისა და ჩემთვის ამდენად ორმაგად მგრძნობიარე საკითხზე ხდება აქ საუბარი. ერთის მხრივ ეს არის ზოგადად საზოგადოების სადგივარი და მერე ეს არის სადგივარი, რომელიც მერე ყოველას ოჯახში შემოდის და ძალიან მწუხარო ამ თემაზე საუბრის დროს ხმარობ სიტყვა სადგივარს და არა ხმარობ რაღაც გამოწვევას ან სხვა სიტყვას, ხო? ის რომ ყველა ვაღიარებთ, რომ რელიგიური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები ძირითადად უკავშირდება განათლებას და ამ მრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის სიმცირეს. ძალიან ვაფასებ სააგენტოს რაკის აგენტო ამ საკითხებზე ფიქრობს და ამას პრობლემად აღიქვამს, ეს ძალიან ძვირფასია და რაკი აქედან ამოვიდა ეს ინიციატივაც ჩემთვის არის ძალიან დასაფასებელი. თუმცა მინდა ამავდროულად მე ვარ ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდი რელიგიათა საბჭოში, რეკომენდაციები შევიმუშავეთ სხვადასხვა და ალბათ მიცნობთ ამ რეკომენდაციებს და მქონდა პატივი მემუშაოს სწორედ განათლების კომისიაში და შესაბამისად აი ძალიან საკუთარი გამოცდილებიდან დაწერილ სიტყვებს ვკითხულობთ თქვენ იქ რაც ვინც იმ ჯგუფში მუშაობთ. პრობლემა დგას რა თქმა უნდა და მესმის რომ განათლების სისტემაში ცვლილება რომ მოვიდეს ეს არ ხდება ერთ წელიწადში, არ ხდება ორ წელიწადში და თუ კი ველოდებით რამე ღირებულ შედეგს, ამას წვიდება ძალიან დიდი პერიოდი. მაგრამ ჩვენ კიდე ერთი ცხოვრება აქვს, ხო? 20 წელი ვერ დაველოდებით, რომ კარგი და ვეთანხმები იმას, რომ ჩემი შვილები ამ შედეგს შეიძლება ვერ ნახავენ, შეიძლება მათმა შვილებმა ნახოს ეს შედეგი, მაგრამ ერთ მომენტში მაინც უნდა ხედავდე, რომ რაღაცა დაწყებულია ამაზე ფიქრი. საქმე ის არის, რომ ფიქრის ამ საკითხით გამოგვარება, რომ პირდაპირ ბავშვებით დავიწყოთ ამის ცვლილება, ეს ყველაზე უფრო სათუთ, ყველაზე უფრო მოწყვლად სივრცეში ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო წამოწყება. იმ რეკომენდაციებში ჩვენ არც ერთგან არ გვაქვს ნახსენები, რომ განათლება ამ საკითხებთან მიმართებაში დაიწყოს სკოლებში განათლება. თუმცა მესმის, რომ განათლების საქმე მისაღებია. ეს უნდა დაიწყოს. ისიც მესმის, რომ მასწავლებლების გუნდი, ეს გილდი არის ძალიან დიდი და ამ ჯგუფს თუ მიადგები რომ შეცვალო, ესეც ფაქტობრივად დაუძლებელ პრობლემას ადგენს. მაგრამ ეს არ შეიძლება რომ სკოლის მერხიდან დავიწყოთ ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ თქვენ როგორ ბრძანეთ, მნიშვნელოვანი არის არა ის ვთქვათ, რანაირად კარგად გვაქვს გაწერილი გეგმა, არამედ ის თუ ვის მიაქვს ეს სიტყვები იმ ბავშვებს. კარს რომ მიიხურავს მასწავლებელი, კლასის კარს, ხო, იმის იქით ხდება სწორედ განათლება. მე როგორც მშობელი ორ რამეს ვერ ვენდობი დღევანდელ სკოლას. ერთი რელიგიის განათლებას და ერთი ბიოეთიკის საკითხებს. ორივე არის ჩემთვის ძალიან გრძნობიერი საკითხი და შეიძლება მე ვარ ძალიან არაკომპეტენტური ბევრი რამეში, რომ ჩემს შვილებს ვასწავლო, მაგრამ მირჩევნია, რომ ეს საკითხი ჩემგან გაიგონ, ოჯახიდან გაიგონ და სამწუხაროდ მე ჯერ ვერ ვენდობი განათლების სისტემას, რომ ეს ორი საკითხი სკოლაში ესე გამორჩეულად ისწავლებოდეს. ამდენად მე ვერ ვენდობი ვერც ერთ ცუდი ნათქვამია ჩვენი პედაგოგების დიდ ნაწილს, რომ ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ მუსიკის გაკვეთილი შეიძლება, ფიზკულტურის გაკვეთილი, ფიზიკის გაკვეთილი, ხადაგებად იქნეს მოქცეული, ამ ადამიანებს მივანდოთ რელიგიის სწავლება და მათ რანაირად კარგადაც არ უნდა დავუწეროთ ჩვენ თუ თქვენ თუ ვინც დაუწერს, ხო? რანაირად კარგადაც არ უნდა გაკონტროლდეს ეს გაკვეთილები, კედლებზე რა ეკიდება, რა არ ეკიდება, ვინცად შევა, ვინცად გამოვა, კლასის კარგი რომ მიიხურება, ის არის მასწავლებლის სივრცე.
ჩვენ უნდა ვენდობოდეთ ამ მასწავლებლებს, რომ ეს საკითხი მიაწოდონ ჩვენ შვილებს. ძალიან დიდი ბოდიში რომ გამიგრძელდა ეს საბოლოოდ ძალიან განიცდია ამ საკითხს. ასე რომ და თუ კი ეს არ არის ინიციატივა, რომელიც უკვე გაწერილი და დამტკიცებულია. ვისურვებდი რომ ამაზე მსჯელობა, ამ ინიციატივის გაჟღერება მომხდარიყო არა საერთაშორისო კონფერენციაზე, არამედ მომხდარიყო სხვადასხვა გაცილებით სხვა სივრცეში, უფრო ღია, უფრო ვიწრო, უფრო ისეთ სივრცეში, სადაც მსჯელობა შეიძლება, სადაც რაღაცის გაკრიტიკება შეიძლება, რაღაცის ახლის მოსმენა შეიძლება და ვისურვებდი რომ სააგენტო თუ კი ამაზე ფიქრობს, ამ მისათვის პლატფორმად გამოიყენოს არა ძალიან კონსერვატორი და ნაკლებ მოქნილი სივრცე, არამედ გაცილებით უფრო მოქნილი, ვიწრო და ჩართული ინკლუზიური სივრცე. დიდი მადლობა, ვისურვენ მე სხვა ნაწილებს შეხვედრის თხოვდი თუ აქვთ მოსაზრებები, კომენტარები, უბრალოდ გთხოვთ აქვე რომ რაღაც ლიმიტი დავიცვათ, რომ შემდგომ კინომხატვრულსაც კონდეს დრო ამისთვის. შეიძლება თქვა? კი ბატონო, თუ გნებავთ შეგვიძლია უკვე უპასუხოთ. მე თუ ცუდი ქირურგია არ ნიშნავს რომ მთელი მედიცინა არის შეიძლება არსებობს ამ ცუდი მასწავლებელი რომელიც არ ასწავლის სწორად არ აწოდებს ინფორმაცია და არცეთ სასურველია არ მგონია ეს რომ ვინმე სამხედროებს ვინმე წინააღმდეგ ეკლესიის ფუნქცია არის სიყვარულის და ჩანერგვა ადამიანებში სიყვარულისა და სიყვარულის მოყვასისა და სიყვარულის გარეშე რელიგია ფანატიზმად იქცევა და ფანატიზმი არის აღმოსათხრული იქ სადაც არის რომელ კონვენციას წერდა და ფიქრობს რაიმე ბოროტს იქვე არის აღმოსათხრული ეხლა მე მინდა ესეც საკითხი თქვენ გზადეთ რომ რელიგიის სწავლება უნდა დაიწყოს თვითონ რელიგიის არსის შესახებ სწავლება რა არის რელიგია და მე ვფიქრობდი რომ წარმოიდგინეთ იწყება სახელმწიფო სადაც ჩვენ ვამბობთ რელიგია არის ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულება გზა როგორ მივიდეს ადამიანი როგორ მივიდეს ადამიანი ღმერთთან ეს არის მთელი უზარმაზარი სისტემა და სხვადასხვა კონფესიებს თავის შეხედულება ამ გზისა და გზას და ზოგი თulis რომ ეს არის სწორი ზოგი იმას ყოველ შემთხვევაში ყველას აქვს ერთი საერთო მნიშვნელობა ყველა მიდის ღმერთისკენ მაშინ ჩვენ უნდა ვასწავლოთ კიდევაც რაღაც ინფორმაცია ღმერთის შესახებ რა არის ღმერთი ღმერთი არის შემოქმედი ყოვლისა ცისა და ქვეყანისა ხილულსა არახილულთა ანგელოზთა და სამყაროს და სულიერი და მატერიალური სამყაროს მათ ყველაფერი შექმნა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იქამდე რომ ვცხოვრდეთ აი ეს არის თავი ამას მოიცავს ათვისება ცხრამეტარება ბევრი რაღაც რასაც ჩვენ გვასწავლეთ ჩვენი რელიგია ერთადერთი საგანი რომელიც არის აბსოლუტურად ათეისტური დღეს რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება ჩვენ რელიგიურ მოსაზრებას ეს არის ბიოლოგია სადაც ეცხედა რომ ყველაფერი შეიქმნა თვითონ ფორმალური მიზეზის გარეშე ევოლუციის კანონებით და ასე შემდეგ განვითარდა მარტივიდან დავრიდან ნაღლისკენ მარტივიდან თულისკენ და ბოლოს მაიმუნი იყო და მაიმუნიდან წარმოიშვა ადამიანი ასე დაფიგურირებს სიტყვა რომ სამყარო შექმნილია ღვთისაგან. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დემოკრატიულ ქვეყანაში 50%-მდე სკოლები და სამეცნიერო დაწესებულებები კრეაციონისტულ შეხედულებას იზიარებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სამყარო ღვთისაგან არის შექმნილი და ევოლუცია ხდება ქმნილების შიგნით. ქმნილება განიცდის გენოტიკურ და ფენოტიპურ ცვალებადობას და ეს არის ადამიანი დაიბადა ადამიანად გააჩინა გვერდმა და მისი ევოლუცია ხდება ადამიანის შიგნით და არა ის რომ მაიმუნიდან წამოიღო ვიღაცის ბებია ხო ამ თეორიის მიხედვით ვიღაცის ბებია იყო მაიმუნი ან დედა და მეორე დღეს გაუჩნდა შვილი ადამიანი ეს არის წარმოუდგენელი აქედან გამომდინარე ნუ ჩვენ ვიზიარებთ თუ კრეაციული შეხედულება ეხლა ჩვენ თუ დავიწყებთ რელიგიაზე ძალიან სერიოზულად საუბარს სკოლაში, მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ, სულ გადავატრიალოთ მთელი ის მატერიალისტურად დაალაგებული ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, რომელსაც ჩვენ მათ გავსწავლეთ. ძალიან თუ რაღაცებს შევეხებით უკვე. და ეს არის, ვთქვათ, რელიგია, მარტო ეს არის ეკლესია არის კლუბი, სადაც მიხვალ, სადაც დაანთებს, რაღაც გალობას მოისმენ და წამოხვალ. ეს ძალიან
გაუბრალოება არის ამ ინსტიტუტის. ეკლესია არის მეტად მისასვლელი ადამიანი. და ადამიანმა ძალიან სერიოზულად მეფიქროს ამას თეოლოგმა უნდა ასწავლოს. თუ გვინდა რომ ეს ვასწავლოთ, უნდა ასწავლოს თეოლოგმა. ორი უნდა გამოაცხოს. არ შეიძლება ვიღაც მუსიკისთან ფიზკულტურის მასწავლებელმა ესწავლოს ადამიანის რელიგიაზე. რამდენად კომპეტენტური ეს ამ საკითხში შექმნის ძალიან ძნელი იქნება. თავენ ხშირად მქონია მე საუბარი თქვენი სისტემის ადამიანებთან და როგორც მე არც ისე ცუდად ხედავ განათლებას ამისთვის თუ რომელიღაც რაიონის სკოლაში ვთქვათ რამდენიმე ადამიანი და რამდენიმე იეგოვას დაუპირისპირდა აშუალებს არნიშნავს რომ განათლების სისტემა ცუდად შეუსწავლოს. ამიტომ თავიდან რომ ვეცადოთ არსებობს ძალიან კარგი სადღაც ვიღაცა რაღაცა შეცდა გავაგებინეთ რომ ეს არის შეცდომა. ეს ისე წარმოგვიდგენია ეს სწორი გონია თავის მოქმედებით. მე არ მინახავს შემთხვევა როცა პატრიარქმა გამოავლინა ან მუსულმანური იმის მიმართ ან არა სხვა რელიგიური იმის მიმართ რაიმე მიუხედავობა და ძალიან კარგად მიდიან და მოდიან მასთან არა. ვთქვათ დაბალი იერარქიული საფეხურის სასულიერო პირი ისევე შეიძლება იყოს სამოსანის სკოლაში და მე სამოსანის მღვდელი გახდა და ეს მისი პრობლემაა. თქვენი პოზიცია საერთაშორისო. თუ შეიძლება უბრალოდ ალბათ ქალბატონათიასთან სამხედროებია შეცვლის ყველაფერს. ძალიან სერიოზული. მე მოხარული ვიქნები დაიწერება წიგნში რომ ქვეყანა მეთქში. ხო, სავარაუდოდ და ისეთი მოგონი არ გქონდეს ალბათ რომ ეს იქნება უბრალოდ ბევრი კითხვა არის. ქალბატონათიასთან ალბათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დაგროვდა, რომელზეც მათ შორის როგორი არის პრაქტიკა, ხედავს ამას სამინისტრო მასწავლებელთა მომზადების დონე როგორი არის. და ეს არის მეთოდი შემთხვევები, როგორც ბატონის უბრალოდ თითებდა, როცა დისკრიმინაციას, ინდოქტრინაციას აქვს ადგილი, თუ ეს არის უფრო სერიოზული და ღრმა პრობლემა განათლების სამინისტროში. მნიშვნელოვანი ალბათ ამაზე ქალბატონათიას მოსაზრება, თუმცა ჯობია დარბაზის კითხვები ავიღოთ და შემდეგ. ბატონო თქვენ არ საუბრობთ რომ საერთოდ გაჩნდა იდეა რომ დაგეწყოთ ამის თვით დაასრულოთ ორი მიზეზი. ერთი რომ ღირებულები და დაავადების შესახებ ბავშვებს კონკრეტული ინფორმაცია და საზოგადოებრივი დაკვეთა თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა თუ ინტერესი აქვს ზუსტად კიდე აი ამის შესახებ განმარტოთ რა იგულისხმება ზუსტად საზოგადოებრივი ინტერესი ან მე გავიგე როგორც მშობლების კორპუსი რომელსაც აქვს გარკვეული სურვილი რომ მათმა ბავშვებმა ისწავლონ რომელიმე რელიგიაზე ან რელიგიებზე რელიგიების შესახებ ისტორია ეს ამ ინტერესის შესახებ ეს შეიძლება ესე პერიოდ ყოველ ჩვენგან რაღაცა ვიცით თავს ხო მე მსმენია რაღაცას მე თქვენ საიდან გაქვთ ასეთი სურათი და ზუსტად რა იგულისხმება რომ კიდევ ერთხელ განვაქვთ რა საზოგადოებრივი ინტერესი და რომელი მშობლებია გასახის ინტერესი თუ შეიძლება რამდენი კითხვა მიღოთ და შემდეგ შეიძლება თემის მიმართ კიდევ ერთხელ და ერთად მოგეცემათ საშუალება. საუბარი დაიწყო ეს ინტერელიგიური სწავლება იქნება და არის ყველაზე კონცენტრირებული ან ხოლო ქრისტიანობასთან დენომინაციაზე თუ დავიწყეთ იმ სწავლება რომელიც მას შექმნა სამყაროდაც შემდეგ მაშინ ან სხვა რელიგიას ფაქტურად ვეღარ წასულდება არ შეუძლია სამყარო მეც ბუდიზმის სწავლებით სიტყვაზე ან იგივე რელიგია ჯაინიზმის სწავლებით აქტივი უნდა მართოს სტარაგმენტი ნებასო ანუ მაშინ დავაკონკრეტ ან როდესაც ამაზე რელიგიურ სწავლებას ან რელიგიას ან სასახელო ქრისტიანული და კონკრეტულად მათემატიკური სწავლება თუ მათემატიკური რელიგიურ სწავლება ამიტომ საპატრიარქოს აქვს პოზიცია რომ ვასწავლოთ რელიგიის ისტორია და რელიგია ჯაინიზმი და ვასწავლოთ მე არ წამიკითხავს რა სიცხვილია არის აგროვიციება სიტყვაზე უნივერსალური არის მაგრამ სიტყვაზე ბუდიზმის თვალის სიტყვას არ გეთახმებით მე მგონი რელიგიის ისტორია ყველაზე სპეციალიზებული და კულტურა უბრალოდ შეკითხვა მაქვს სანამ ჩემს თავს წარმოვადგენდე აუდიტორიაში თუ არის მასწავლებელი თუ დავი კონკრეტად საგანი არ ამიმართება გეოგრაფიას ვისწავლებ ძალიან დიდი მადლობა სკოლაში ვასწავლეთი სამართლის საფუძვლებს ან სამართალია თამამად სამართლის საფუძვლები და ხომ არა თქვენ პროექტი
ძალიან მიხარია თქვენთან. მოგესალმებით ბატონო. ზოგადად მასწავლებლებს ან პედაგოგიურ მოღვაწეობას თუ ეწევა ვინმე აუდიტორიაში ეს ძალიან კარგი. ნამდვილად ჩნდება, რომ საზოგადოებაში ვართ მასწავლებლები. მე გახლავთ ნასია ნაცფუშვილი, ამ შემთხვევაში წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულ ცენტრს და ასევე მუშაობ ივან ჯავშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვასწავლე ინტერპრეტულ განათლებას. მაგრამ მე მინდა დავივიწყო ეს ყველაფერი, რაც გითხარით და გითხრათ, რომ ვიყავი 5 წლის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოსაზრება, რაც კი აქ გამოიწვა და საბოლოოდ თანხმდებით ყველა საპატრიარქოს, ეროვნული სასწავლებლობის დეპარტამენტის, განათლების სამინისტროს, ადამიანის ხელოვნების სწავლის ცენტრის, სააგენტოს, აბსოლუტურად ყველა. ჩვენ გვინდა მივიღოთ ტოლერანტული საზოგადოება, ქართული მრავალეთნიკური, მრავალენოვანი, მრავალრელიგიური საზოგადოება, სადაც ოდესმე ყველა შეძლებს და ჰარმონიულად თანაცხოვრებას ისწავლის. ეს არის ინსტრუმენტებს არ ვენდობთ. ბატონო, ინსტრუმენტებს არ ვენდობთ. საშუალებას. ხო, ინსტრუმენტებში რას ვიგულისხმებთ და როგორ ეს ამ ყველაფრის მისაღწევად, ამ ინიციატივას, ანუ შესაბამისად, რადგან ყველას ასეთი კეთილშობილი იდეა გვაქვს, ყველას ინიციატივა თუ იდეურად უნდა გავიაზროთ, არის ძალიან მისაღები და ძალიან დიდწლოვანი ბუნებრივი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყავს 65,000 მასწავლებელი. ჩვენ გვაქვს 2500-მდე სკოლა და რამდენი ათასი მოსწავლე აღარ დავაკონკრეტებ ამ ფონზე. და რომ შეიქმნას შიდა კონფლიქტი ერთმა ადამიანმა სხვა ასწავლოს და ჩემს 65,000-მა სხვა მხარეს წაიყვანოს ეს მიმართულება საერთოდ აურევს მოსწავლეს ტვინსაც, ცხოვრებასაც და საერთოდ ყველაფერს. მე რატომ მინდოდა დამეწყო ჩემი უშუალო გამოცდილებით, ხო? ის მთავარი ღირებულებები, რასაც თუნდაც ნებისმიერი ჩვენგანი თავისი შვილისთვის, თავისი ახლობლისთვის, თავისი საზოგადოებისთვის ისურვებდა დავეთანხმები უსუდანს იწყება და მთავრდება მასწავლებელთან. ჩვენ მე ვერასდროს ვერ შევძლებდი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ჩატარებას, მეტნაკლებად ღირებული გაკვეთილის ჩატარებას, თუ თავისუფალი ვიქნებოდი იმ ზოგად საკაცობრიო ღირებულებებისგან, თავისუფალ ამის გამოცვალებულ გაკვეთილს ჩავატარებდი. თუ ისე წარმართავდი პროცესს, რომ კონფლიქტში ყოფილიყო ზოგადად მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან, ეროვნულ სასწავლებლებთან, დირექტორის სტანდარტთან და 1000 იმ რეგულაციასთან, თუნდაც ინსტრუმენტებზე ვსაუბრობ. ხო, თუ ამ ყველაფრისგან გამოცალკევებულ პროდუქტს შევქმნით ჩემი გაკვეთილით, მე ვერ მივიღებდი ღირებულ გაკვეთილს. ანუ არ ვიცი სწორად ავხსენი თუ არა, რის თქმაც მინდოდა. შესაბამისად, ვინ უნდა ასწავლოს რელიგიის ისტორია, თუ საპატრიარქო გვეუბნება, რომ ცხოვრებას გავირთულებს, თუ სხვას დავავალებთ ამ ყველაფრის სწავლებას, მაშინ მოცემულობა უკვე აშკარაა. არის მეორე მხარე. არსებული მასწავლებლების კორპუსიდან ძნელია შევძლოთ მივიღოთ რელიგიის ისტორიის სწავლების სპეციალისტი. მაშინ უნდა ჩავხტოთ ამაში უნივერსიტეტები და მოვისმინოთ მათი აზრი, როგორ შევძლებთ ახალი დისციპლინის დამატებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეძლებენ თუ არა ჩვენი პროფესურა მოამზადოს ამ ტიპის კადრი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ ასევე მინდა გავცე პასუხი მასწავლებელთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომ დაისვა საკითხი, რომ სამწუხაროდ არ არის ყველა სათანადო პოზიციაზე ხშირად. ჩვენ მოვისმენია ძალიან პოპულარული, ძალიან რეგიონების კლას არ გულისხმობ და ვცდილობ ცოტა დელიკატურად შევარჩიო სიტყვა, ლინაც ბრძანდებოდა იმ კონფერენციაზე, სადაც ერთ-ერთი სკოლის წარმატებული სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ვისაც არ უნდა იმ რელიგიური ატრიბუტიკის დანახვა, რაც მე გამოფენილი მაქვს სკოლაში, კეთილინებოს და თვალი არ იყოს. ცხადია ეს არის დაარღვევა და ამის კანონის მხარე ჩნდება, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ, თუნდაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ამ პრობლემებზე რეაგირებისათვის. არსებობს ძალიან ბევრი ღირებული საერთაშორისო დოკუმენტი. თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ ტოლერანტული გარემოს შექმნა, როგორ უნდა მიაღწიოს განათლების სისტემა ამას. ეს არის აბსოლუტურად ყველა მასწავლებლის გასაკეთებელი. ფიზიკის მასწავლებელი იქნება, ფიზკულტურის მასწავლებელი იქნება, მათემატიკის, ქართულის თუ ხელოვნების. არ აქვს მნიშვნელობა. ყველა დისციპლინის სპეციალისტმა უნდა იზრუნოს ტოლერანტული, შემწყნარებული, ემპათიური, სხვის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საწყისო გარემოს შექმნაზე.
შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ქმნით ცენტრში პროდუქტს, ვატარებთ ტრენინგებს, რაღაც მცდელობები გვაქვს. შეიძლება ეს არ იყოს მოკლე ვადაში იმ შედეგის მომტანი, რაც ჩვენ და ზოგადად საზოგადოებას გვინდა, მაგრამ ჩართული მხარე არის ძალიან მრავალრიცხოვანი, განათლებას ნებისმიერ მიმართულებით შედეგი რომ გვაჩვენოს ჭირდება ძალიან დიდი დრო. აი ეს იყო რამდენიმე მიმართულებით საჩვენებელი პოზიცია ჩემი როგორც მასწავლებლის გამოცდილებიდან და მასწავლებელი პროფესორ განვითარების ცენტრის პოზიციიდან, რაც მინდოდა პროფესორ გამესიერებინა კომენტარისგან. და ეს კვლევა ჩაატარა სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნების შორის ურთიერთობების ცენტრმა, თქვენებთ იცით ამ კვლევის შესახებ, რომელთაც გაიზომა ინსტრუმენტია მასწავლებელთა გრძნობელობა უმცირესობების მიმართ და ორ კითხვაზე ფიქრობს, რომ არატრადიციული რელიგია, სექტები საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას 83% ფიქრობს, რომ კი. უფრთხის, ასევე 70%-ს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებლები უნდა იყვნენ საზოგადოებაში და მათ შორის ალბათ სკოლაში. და იმიტომ ამას ძალიან ვუფრთხილდები ხოლმე პედაგოგების კორპუსს და მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო თითის გაშვებით ვესაუბროთ ამ ადამიანებს, მაგრამ რეალობა ასეთი გვაქვს და ძალიან ფრთხილია ამ ადამიანების ხელით ბავშვებს მივაწოდოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც რა ცდილობებს და გავიდეს. კიდევ ერთხელ დავფიქსირებ, რომ საჯარო სკოლებში სწავლობენ ჩვენ სახსახად ინტერვიუს ვუსვოდით იმ ნაწილში, რასაც სამართლიან რელიგიურ კონფესიურ მიიჩნევთ, იქ ხალხმასით არის იმაზაში ნათქვამი, რომ ეს არის რელიგიური ჭრილებში სასულიერო სწავლება. ეს მოიცავს სასულიერო აკადემიურ სემინარიებს, მედრესეებს და ასე შემდეგ. სასულიერო სწავლება. აქ ეს საკითხი იყო დასმული საზოგადოების საფუძვლის ნაწილში, რომ ჩვენ არ მივიღოთ რადიკალიზმი და ეკონომიკური სწავლებების ადრას, ამიტომ სახელმწიფოს უბრალოდ ინფორმაცია მოგვიდეს, რომ არ იყოს ასეთი სწავლება რომელიმე რელიგიურ სასწავლებელში ასეთი. ეს არ ეხება საჯარო სკოლას. მე შეიძლება კითხვას. საზოგადოების მოთხოვნა. ხა მე ბოდიშმა მოხდა რომ სულ სამი თვის არსებული ორგანიზაცია უცხოება და სამწუხაროდ არ აქვს არც გამოცდილება და არც გქონია დრო იმისთვის რომ არც ასე დოკუმენტები შეგედგინე თუ თქვენ მომხდართ ვერ მოგეთ საზოგადოებას საზოგადოების ამის შესახებ ინტერესებია, თუმცა ბევრი ნიშანი, რომელსაც საზოგადოება ამჟღავნებს, მიუთითებს ამაზე, თუნდაც ფაქტორი ტრეინინგი, თუნდაც სკოლაში მასწავლებელი, ეს არ არის მარტივი, ეს არის უბრალოდ ნიუანსი, როდესაც სკოლის პედაგოგები და მშობლები თანხმდებიან იმაზე, რომ სკოლაში იყოს სწავლება, დაიწყოს ლოცვით და ის ვინც არ არის მოგწესეს ეს მართლმადიდებლური რაფორმაცია როცა სწავლება, ცოტა ხანი რამდენიმე წუთი მოიცადოს სწავლების რასის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ ცხადია, სანამ ამ ინიციატივაზე და კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს ინიციატივა იყო არც ალკიდასმული, არც რელიგიური პოლიტიკის კონტექსტში ძალიან მოკლედ ნახსენები ალბათ ესეც იყო ის რამ გამოიწვია და ეს ჯეროთ იმას სახელმწიფო სამსახურის ეს ინიციატივა ცხადია ეს არ არის ჩვენ როდესაც ჩავთვლით საჭირო გვექნება ზუსტად ის ობიექტური მონაცემები, რასაც ჩვენ ახლა ვფიქრობთ და ასთანაც ვაკავშირებთ ამ ყველაფერს, ხაზი მე დაიწყება მობილიზაცია და ურთიერთობა. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მინდა რომ ძალიან ინტერესანტია, როდესაც მუდმივი კრიტიკის ქვეშ ხარ, თუმცა ძალიან კარგია და საკუთარ ხალხს მოთხოვნის უპირდე, თუმცა მინდა ერთი პატარა მაგალითი ვთქვა ჩვენი წლების გადაწყვეტილების შესახებ, ჩვენ როგორ ვუყურებთ სკოლას და რელიგიას. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული დღემდე წარმოებაში ერთ-ერთი რელიგიური გაერთიანების მოთხოვნა ერთ-ერთი სკოლის ეზოში ტაძრის საშენების შესახებ. ცხადია, არც რელიგიური გაერთიანებას გავასახელებ და არც სკოლას იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით და შემოთავაზება, როდესაც ჩვენ ზოგადი განათლებისა და განათლების პროექტის წავედით, შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე რამე იყო მსჯელობა იმაზე, რომ ეს ტერიტორია შეიძლება ჩამოერთოს სკოლას. ადაიცის ქალაქს მე ქალაქ მომისცეს და ჩვენ აბსოლუტურად ცხადად ვთქვით, რომ ეს იქნება კანონის ფორმალური გვერდისავლა, კანონის მეთოდების, ამიტომ რა მექანიზმითაც არ უნდა იბჟებოს სახელმწიფო მასზე როგორ კანონი არ დააუგოს მაგრამ სკოლის ეზოში, სკოლასთან ახლოს მოხდეს.
საკუთო ნაგებობა, ჩვენ ამის წინააღმდეგ მივყავით და ჩვენ გავაცით ლოგოთი რეკომენდაცია. მე არ მახსენდება, რომ administratorებზე ლოგოთი რეკომენდაცია რაც უნდა შევეცვლაში ჩვენ უფლებამოსილების ფარგლებში არის ამას აფიქსირებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. მეორე მხრივ ის რომ საქართველოს პოლიტიკა რომ არ გვინდა სწავლება და გვინდა სკოლა და რელიგია გაიგოს, ძალიან კარგია, თუმცა ლოგიკით თქმა რა ბოლომდე მომჩვენა ანგლიური არ იყო ჯერულა ჯერუსალეს. რაც შეეხება კრეაციონიზმს, მე ფაქტს დავასახელებ, არის ასეთი რეკომენდაცია ისევე რუსეთის ასამბლეის, რომელსაც ქვია სკოლაში კრეაციონიზმის სწავლების წინააღმდეგი რეკომენდაცია. ნორმალურად საკუთარ ყველაფერს ამბობს, როგორ უყურებსება კრეაციონიზმის წინააღმდეგ. სკოლაში კრეაციონიზმის სწავლების წინააღმდეგ. დაახლოებით დასწავლულია შინაარსი ციგილი დასწავლული, რომ მეცნიერული სწავლება და რელიგიური და უნდა იყოს ერთმანეთთან დამოუკიდებელი. ჩვენ რასაც ეს ვაკეთებთ, სააგენტო რასაც სტილობთ ვაკეთოთ. არის ძალიან რთული გზა, ეს არის გზა, რომელიც არის ამდენად განმავლობაში ჩვენ მინდა რომ ეს პრაქტიკა დავუყენოთ. ის პრაქტიკა სკოლის სისტემაში ჩვენ მოგვიდება გაზაფხულზე, მეცნიერული და ამ სკოლაში ვიცით, მე მგონი რაღაცა ჩვენ ხელვაზე მითითებს. ასე შემიძლია კიდევ ერთი კითხვები არის მაგალითად საშუალება ძალიან მოკლედ ხო არა უბრალოდ მინდა გარკვეული გარანტიის ვთქვათ რომ როდესაც არსებობს ბიუჯეტი დაეწყება ასეთ საკითხებში ეს იყო უბრალოდ მოხსენება სადაც რელიგიის თავისუფლების და რელიგიის პოლიტიკის რაღაც ნიუანსებზე გამახვილდა აქცენტი და არა ის რომ სახელმწიფო სააგენტო მართლა გამოაცხადა რაღაც ინიციატივა და ამაზე ეწეს მუშაობს როგორც იქნება მუშაობა ცხადია საბჭოსთან და პროგრამებთან თანასწორობთან ჩვენ გვექნება უშუალოდ უთი პირადად ჩემო უნდა მიიღოს ეს გარანტია დიდი მადლობა ბატონო სულ პირველ შეკითხვით დავიწყებ პირველ შეკითხვაზე გავცემ პასუხს თქვენ ბრძანეთ რომ კარგი რომ სამოქალაქო განათლება ჩამოდის დაწყებით საფეხურზე და თუ სწორად გავიგე ასე ვთქვათ შემისწორეთ რომ იმ საგნების სწავლება ვერ ხერხდება ხარისხიან და როგორ ვაპირებთ ჩვენ ახალი საგნების სწავლებას და ეს ხო სწორად გავიგე შინაარსი ახლა ის ვერ ხერხდება კარგად დამატებითი როგორ მოხერხდება დიახ უბრალოდ მაინც ესე ნაცვლად კიდევ ერთხელ მოგახსენოთ დალაპარაკე სამოქალაქო განათლებაზე საგანზე რომელიც არსებობს სავალდებულო სახით სკოლებში ისწავლება ისევე როგორც ისწავლება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა და ასე შემდეგ ამ ეტაპზე ის ისწავლება მე-9 და მე-10 კლასებში ჩვენი რევიზიის პროცესში ძალიან ბევრ ჯგუფთან შეხვედრის კონსულტაციების პროცესში და ჩვენი ექსპერტული მოსაზრებაზე დაფუძნებით ცხადია გამოიკვეთა ამ საგნეს უფრო დაწყებით საფეხურიდან სწავლების საჭიროება და ამას იზიარებს ყველა ჩვენი კოლეგა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სექტორიდან, არამედ არასამთავრობოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ასე შემდეგ და რაც თავარია ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეფიქრობთ, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს საგანი უბრალოდ მე-3-4 კლასში შევა სკოლაში და ბავშვებს მისცემს საშუალებას, ასე ვთქვათ, ამასაკიდანვე, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმართულებას მისცემს გახდნენ ტოლერანტულები, მოუთხილდნენ გარემოს შეაფასოს, შეძლონ გარემოს შეფასება, შეძლონ ასწავლებული ადამიანის შეფასება. ყველაზე მთავარი პრინციპი, რაც უნდა იქნეს გაზიარებული არის ის, რომ ასაკის შესაბამისი უნდა იყოს თემაც, პროგრამაც და რა თქმა უნდა ის მეთოდიკაც, სამეთოდიკითაც და მეთოდოლოგიითაც მასწავლებელი მუშაობს კლასში. ამიტომ შეიძლება იგივე თემაზე ვთქვათ, მე-4 კლასსაც ვესაუბრობ სხვანაირად, მე-1 კლასსაც ვესაუბრობ სხვანაირად, თემა იყოს ტოლერანტობა, მაგრამ ასე ვთქვათ, მიწოდების ფორმები არის ბუნებრივია განსხვავებული. ყურში მომხდა და უნდა აღნიშნო, იმიტომ რომ ვისარგებლებ ამ შემთხვევებიდან, რაღაცას დაარქვით მეორე ხარისხოვანი საგნები და არ მინდა რომ ეს არჩეს, ეს არის მეორე ხარისხოვანი. თუნდაც რომ მესმის კი ნამდვილად გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ არის ხშირად აღქმული, რომ მუსიკა და ხელოვნება ეს არის მეორე ხარისხოვანი საგნები, მოდი ხა ეს ჩავაჩოჩოთ და დავამატოთ ინგლისური, მათემატიკა. პრაქტიკა ხშირად არის სკოლებს გარკვეული თავისუფლება ცხადია აქვთ, თქვათ, საერთო ბაზისთან დაკავშირებით, თუმცა ყველა სამეცნიერო კვლევა ამ აუდიტორიასაც ყველა აუდიტორიაში ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია იქნეს გავრცელებული. ყველა სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე მათემატიკაზე, ინგლისურზე და ასე შემდეგ, აი ასე ვთქვათ, ძირითად საგნებზე მნიშვნელოვანი ზუსტად არის
მუსიკა, ზუსტად არის სახვითი ხელოვნება, ამასების ბავშვებზე ზუსტად არის სპორტი. ამიტომ არასდროს არ მინდა რომ ესმოდეს რომ ეს რომელიმე არის მეორე ხარისხოვანი საგანი. ყველა საგანს მით უმეტეს ესთეტიკური მიმართულების საგანს აქვს თავისი უდიდესი როლი ემოციური ინტელექტის განვითარების პროცესში. მეორე თემა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უნდა ვასწავლოთ ხარისხიანად, როდესაც თქვათ ხშირად დგება საკითხი, რამდენად არის მომზადებული პედაგოგი იმისთვის, რომ ხარისხიანად წარმართოს სასწავლო პროცესი. არის რა თქმა უნდა ეს საკითხი, რომელსაც ჭირდება სერიოზული ფიქრის მსჯელობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით სამოქალაქო განათლებაში, იმიტომ რომ შედარებით ახალი საგანი არის. და განათლების ყველა სპეციალისტი დამეთანხმება, რომ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას და ჩვენ ვაფსაუბრობთ სწორ და თანმიმდევრულ, ასე ვთქვათ, ინტერვენციაზე და ინვესტიციაზე. არა ვთქვათ ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებზე, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებზე, არამედ სწორ და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებზე. ის რაც წერია სასწავლო გეგმაში გასაგებია, მაგრამ ეს არის დოკუმენტი. ის თუ არ აღსრულდა სათანადოდ ჩვენ ჩათვალეთ რომ მოსწავლესთან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიგვაქვს და გვაქვს დოკუმენტისთვის, რომელიც თაროზეა შემოდებული რეალურად, ხო? ამიტომ ერთი რას დავწერთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მეორე როგორ დაიგეგმება მისი აღსრულება, მისი იმპლემენტაციის აღსრულებას, იმიტომ რომ იურისტები წერლებით რომ ეს ნორმატიული დოკუმენტია და მას აღსრულება ესაჭიროება, ჩვენს ენაზე ეს არის მისი დანერგვა იმპლემენტაცია. ერთია რომ მე დავწერე ეს, მოგწოს კარგი დოკუმენტია როგორც თქვენზე და მეორეა როგორ ნერგავ მე ამას თითოეულ საკლასო ოთახში. როგორც თქვენზე მივიხურე კარგი მასწავლებელმა და რას ვაკეთებ მე მუშაობ თუ არა მე ამ ფილოსოფიით, ვამუშავებ თუ არა, ვაძლევ თუ არა ამ ცოდნას, ამ უნარებს უვითარებ თუ არა მოსწავლეს და ვუყალიბებ თუ არა იმ დირეგულებებს, რაც ამ დოკუმენტში წერია, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუცია მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ესე ვთქვათ ლიბერალური და დემოკრატიულია ზუსტად აი რელიგიური თავისუფლებების და სხვა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ესე ვთქვათ სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციას განიცდიან და განიცდიან. ამიტომ მე ვიქნებოდი ძალიან ფრთხილი რომ ვთქვათ დოკუმენტში კარგად წერია და ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის, არა, ან პირიქით. ესე იგი ერთი არის დოკუმენტი და ფილოსოფია, მეორე არის მისი აღმასრულებელი ადამიანების კომპეტენცია და მესამე არის ის რადგანაც ეს სახელმწიფო დოკუმენტია ცხადია საგანმანათლებლო საჯარო სივრცე, საჯარო სკოლა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მესამე არის როგორ ახორციელებს სამინისტრო, როგორ უზრუნველყოფს რომ ის იყოს დარწმუნებული რომ ხარისხიანად მიმდინარეობს ამა თუ იმ დოკუმენტით გაწერილი დებულების, ასე ვთქვათ, სწავლა-სწავლების პროცესის სკოლაში. ანუ ეს არის მთელი სისტემა და სანამ მთელი სისტემის თითოეული რგოლი შემადგენელი როგორც ადამიანური, ასევე დოკუმენტები, მონიტორინგის სისტემა, შეფასების სისტემა, უგების სისტემა, სანამ ეს ყველაფერი წყობრად ერთად არ იმუშავებს, ძალიან რთული იქნება ჩვენ რაიმე შედეგებზე კომპეტენტური დასკვნა გქონდეს. ერთი საკითხიც რასაც ავამატებ, უბრალოდ ამ დისკუსიისთვის მე ვფიქრობ, რომ მე ესეთი შეკითხვა მაქვს, ცხადია ჩემთანაც და თქვენთანაც, რა არის ჩვენი საერთო მიზანი? მიზანი რა არის? ჩვენ ნებისმიერ საგანი ისწავლებოდეს უნდა ის დამოუკიდებლად, ისწავლებოდეს უნდა ის ინტეგრირებულად, ან საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს, ან ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მას მერე უნდა მივიღოთ საზოგადოებამაც და ჩვენც ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ, მას მერე რაც ჩამოვაყალიბებთ, რაც ზუსტად ვიცით რა არის ჩვენი მიზანი. იმიტომ რომ ეროვნული განათლების, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი გირჩევდით, ვისაც ვთქვათ არ გაქვთ არ განახი რომ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტია მიმართულებით და ზუსტად არის გაწერილი როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ანუ სკოლა. აი ეს არის ჩვენი სახელმწიფო დოკუმენტი. როგორი მოქალაქე უნდა აღზარდა. ამ ტიპის მოქალაქის აღზრდას როგორ მოვემსახურებით უკვე რომელი საგნებით ცალკე ინტეგრირებულ თუ ასე შემდეგ, ეს შედარებით უფრო მეორე ხარისხოვანია. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რელიგიების ისტორიის სწავლება და თანხმდები ცხადი ამ პოზიციაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რელიგია არის ძალიან სერიოზული შემადგენელი, ასე ვთქვათ, როგორც ისტორიულ კონტექსტში, კულტურისა, პოლიტიკისა და ასე შემდეგ, მაშინ ეს საკმარისად არის მოცემული ისტორიის სტანდარტში. არის ეს თემა უკვე მოცემული დევზეს, ანუ ჩვენ გვინდა ეს ინფორმაცია მივიტანოთ მოსწავლემდე შეგვიძლია ამ ინფორმაციის მიტანა. თუ საჭირო რომ გავაძლიეროთ ამ კუთხით, სიამოვნებით მივიღებთ, ცხადია,
თუ ეს რეკომენდაცია. თუ საჭირო არ კიდე სხვა შედეგი, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო მეტად მოემსახურება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ამ თვალსაზრისით ასევე სიამოვნებით მივიღებთ ყოველთვის რეკომენდაციას. ამიტომ ყოველთვის როცა ჩვენ გოდის გიფტით ვინა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველთვის როცა ჩვენ რამე საგანეთო ჩვენ ვიცით რა ძალიან ხშირად შემოგვიყვეს წერილები რაღაცა საგანი გამოვიტანოთ ვასწავლოთ ცალკე, რაღაცა თემა გამოვიტანოთ ვასწავლოთ ცალკე. ამით ცხადე არ გმუნდება ამა თუ იმ თემის მნიშვნელობა. ის რომ ის ინტეგრირებულია რომელიღაცა საგანში არ აკნინებს მის მნიშვნელობას. ცხადია. ამიტომ ყველანაირ საგანს მოსწავლეს ვერ შევთავაზებთ, სკოლა არ არის ეს სივრცე, სადაც ყველაფერზე შეიძლება მივაწოდოთ მას ინფორმაცია, მაგრამ იმ ძირითად დებულებებზე, იმ ძირითად მიღებულებებზე, რაზეც დგას სახელმწიფო დემოკრატიული სახელმწიფო, რაც მიწერია კონსტიტუციაში, რასაც განსაზღვრავს სახელმწიფო ხედვის დოკუმენტი, როგორც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ჩვენ ვცდილობთ, რომ სასწავლო გეგმით და მთელი პოლიტიკით განათლების სამინისტროს, მასწავლებლთა განათლებას გულისხმობ ამ შემთხვევაში ვუპასუხოთ. სხვა არის თქვათ ვილაპარაკოთ ხარისხზე, სხვა არის ვილაპარაკოთ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება აი ამ ფილოსოფიის გატარება თითოეულ საკლასო ოთახში. რამოდენიმე კითხვა, ერთი წუთი მაქსიმუმ კითხვა რომ დავსვათ, ვისთან გაქვთ კითხვა და შემდეგ უკვე დავასრულოთ შეაჯამა და მოგხსენებლები თქვენ, გიორგი და ლევან. სამი კითხვა. მე კითხვა მქონდა უბრალოდ კომენტარის ფილოლოგში მინდა ვთქვა, რომ პირადი ჩემი ღრმა წმენით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ არის საჭირო თუ ლაპარაკი არის საჯარო სკოლებზე და არა რომელიც თავისი სახელის და შინაარსის მიხედვით უკვე გარკვეული მაგალითად არის კათოლიკური სკოლა, ან მართლმადიდებლური სკოლა, ხო? ან რაღაცა რელიგიურ გარკვეულ მოსაზრების მატარებელი თუ არის, ხო, თავისი სახელით და თავისი მიმართულებით, ასე ვთქვათ, თუ ეს არის ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, აქ არ უნდა ხდებოდეს არანაირი სახით რელიგიური განათლების მიცემა ცალკე, ან თვითონ მასწავლებლების მიერ გარკვეული რაღაცების, მაგალითად, ლოცვების, ან სადმე ტაძარში სიარულის წიგნაზე ესეთი რაღაცების გაკეთება იმის გამო, რომ ყველა არათუ ერთი რელიგიის წარმომადგენლები არის ჩვენთან არამედ არის კატეგორია მაგალითად, რომელიც არის აბსოლუტურად ათეისტი, ანუ საერთოდ არ შეერთ ღმერთის და შესაბამისად, ხო, თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეფერენციები, ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ბავშვების მხრიდან, რომელიც ამ ჩვენ მოსაზრებებს, ამ უფროსის მოსაზრებებს იზიარებენ, იმათ მხრიდან გამოიწვიოს სხვა მოსაზრების მქონე ბავშვების მიმართ ბულინგი. დიდი მადლობა. ჩემი კომენტარი იქნება კალკულაციას მიმართ, მან თავის მოხსენებაში განაცხადა პოზიცია ასეთ ფორმით, რომ ისთვის ხადი იყო, რომ საქართველოს საპატრიარქო ჩართული უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ფორმით და არჩევითი საგანი ან სავალდებულო საგანი არ განსხვავებით ფარგლებში მისთვის ხადი იყო, რომ საპატრიარქო ჩართული უნდა ყოფილიყო. მაინტერესებს ეს თუ არის მისი თავდაპირველი პოზიცია, თუ ეს არის სამინისტროს პოზიცია და იგივე გახსნილობთ იქნება თუ არის სამინისტრო სხვა კონფესიების მიმართ, თუ იქნება ესეთი გახსნილობა, რომელი კონფესიების მიმართ მოხდება და რა ნიშნით პრეფერენცია და ეს უფრო კომენტარი ასევე თვითონ ორგანიზატორების მიმართაც ალბათ საინტერესო იქნებოდა ასევე მესმის რომ ფორმატი შეზღუდულია, თუმცა სხვა კონფესიების აზრით მოგვესმინა ამ ინიციატივის სტილთან დაკავშირებით რამდენი მიესალმებია ან არა ცოტა განმოვედი, მაგრამ როგორც ვთქვი, განათლების სამინისტროდანაც არიან და საპატრიარქოდანაც წარმოადგენელი, ამიტომ ერთი კითხვა მექნებათ, უბრალოდ ორივე წარმოადგენლის პასუხი და წერან მოვისმინეთ, რომ საპატრიარქო არ წყალობს ბიოლოგიის იქს და როგორც ჩანს მასწავლებლებიც ეგრე არიან, იმიტომ რომ ერთ-ერთ სკოლაში იყო ეგრეთი შემთხვევა, როცა მასწავლებელმა თქვა, რომ რაღაც ამ თავს ვერ ვასწავლით დღეს, იმიტომ რომ მართვა არის ამ კვირაში, მართლა ეგრე ბოლომდე არ ვუტრირებ და ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს რა მექანიზმი აქვს მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, ან შემდეგ ამ შემთხვევების და პრევენციის მხრივაც. და მეორე, საპატრიარქო რამდენადაც აიღებს თუ არა
პასუხისმგებლობას მსგავს შემთხვევაში, იმიტომ რომ ვინც დადის გავუშვათ ეს მასწავლებელი სავარაუდოდ იყო მრევლი, ყავდა მოძღვარი, ამას არ აქვს არცერთ მნიშვნელობა, მაგრამ საიდანაც ისწავლა ეს თქვენი პოზიცია ზეღან იყო, რომ ბიოლოგია არის ათეისტური წიგნი და ხო არ განიცდის ეს გავლენას მსგავს ადამიანებში და როგორც ზეღან პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი არის საპატრიარქო ამაზე. მადლობა ლევან, აქცენტენ მოისწრება კითხვის კითხვებზე პასუხის გაცემა. უბრალოდ მინდა ვასრულებ დისკუსიას, მე მინდა ეს კითხვები და საბოლოო კომენტარები შეჯამების კუთხით ყველა მომხსენებელმა ძალიან მოკლედ ერთდროულად მალე დავასრულოთ. დაახლოებით ალბათ 2 წუთი აქვს მომხსენებელს, რომ კითხვებსაც უპასუხოს და თავისი საბოლოო შემაჯამებელი მოსწრებას კითხოს. ბატონო, თქვენგან დავიწყოთ, ხალბატონი ბოლოს გამოსვლა. ბიოლოგიის სახელმძღვანელოს არ სწავლობს საპატრიარქო ასე ზუსტად მოიწევს, რომ ჩვენს ყველა მივიდეთ ეს განათლება მეცნიერული პროფესიით ქირურგია და ექიმი ვარ და მე ჩემს მოსაზრებას გამაჩნია, რომ მე მიჩვენია რომ მე ვიყო ღვთისგან გაჩენილი ვიდრე მაიმუნისგან. ეს ასეც არის. ეკმაყოფილი ვარ რომ ღვთისგან არ ვარ გაჩენილი და თუ ადამიანს ამჯერად რომ ღვთისგან არ გაჩენილი და რევოლუციის შედეგი ეს მისი საკითხია და მას ასე ეჭიროს. მაგრამ კრეაციონიზმი არის მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს, რომ კრეაცია მოხდა. ეს არ არის რაღაც რელიგიური შეხედულება. კრეაციონიზმი არის მეცნიერული შეხედულება, რომელიც მეცნიერული საშუალებებით ამტკიცებს, რომ მოხდა კრეაცია. ეს ძალიან რთული ამაღამ დავიწყოთ, ალბათ ვეღარ დავაწყოთ და ჯობია ეს შევსწრებოთ ამ თემაზე. კრეაცია არის მეცნიერება. მეორე რჩები პოზიციაზე, რომ საპატრიარქოს პოზიცია არის ნამდვილად ესეთი ზომიერი, ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია და კულტურა. იმიტომ რომ ძალიან ძნელია თქვენ წარმოგიდგენთ მოსწავლეს, რომ ასწავლოს ჯალალედინის შემოსევას, თემურლენგის შემოსევას და 100,000 ადამიანის გაწყვეტას ქრისტიანობის გულისათვის და რატო არ მიიღეს ისლამი. და ქეთევან დედოფლის წამებას და აბოს. და მე მეუბნები, რა საყვარელი და გადასარევი რელიგია ისლამი. ვეხარ დააწმუნებ თავს ამას. ძალიან ძნელია ამ საკითხის საერთოდ ლაპარაკი დაიწყო. არ უნდა განიხილებოდეს როგორც ოსმალეთის მემკვიდრე და რაღაც ბატონო? ან თურქეთი არ უნდა განიხილებოდეს ეს როგორც რაღაც ოსმალები არიან და რაღაც ვინ განიხილება? თურქებმა ეს საკითხი მოაგვარეს ამ გასულ საუკუნის დასაწყისში, რომ კანონი იკრძალავს საერთოდ მაგათ პარლამენტში რელიგიაზე საუბარი იკრძალება და თუ თემს უნდა რომ ააშენოს მეჩეთი, სახელმწიფო ერთი გროში ჩადების უფლება არ აქვს იქ. თვითონ შეკრიბენ ფული და იშოვოს სპონსორი და აიშენოს. თუ არა და იპოლისება. ეს მე თვითონ მოვიყვანე. ამაგერო თურქეთი 140,000 სასულიერო სულთის საშუალო $1000 კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ჩეხეთშიც რაღაცა ეკლესიას აფინანსებს. სოციალურ სფეროში ეკლესია ეხმარება და განათლებაში. თუ სახელმწიფო დაიწყებს ეკლესიის დაფინანსებას, მაგრამ მაშინ ბერკეტი ექნება. ეკლესიას უჩვენია, რომ იყოს დამოუკიდებელი. უბრალოდ ჩემთვის ცხადია რომ ეს შეიძლება არ ვიცი რამდენი ზუსტად თქვენდა გამახსოვდა და რამდენი ზუსტად არსებობებით თქვი რადგან უპასპორტში მოხდა ესე იგი რაღაც კონტექსტი ესე დაიჭირეთ თუმცა ლაპარაკი არ არის ამაზე როცა ჩვენ ლაპარაკობთ ტოლერანტობაზე ზუსტად ლაპარაკი არის მრავალკონფესიურობაზე და მრავალრელიგიურობაზე და მრავალეთნიკურობაზე ამიტომ მაგრამ ეს შემკვეთრა რაზეც მე საუბრობდეს მოვახსენე ზუსტად იყო საპატრიარქოს ინიციატივით ორგანიზებული და ამისიაც თქვა არ გაშერება ნამდვილად არ შეიძლება ჩვენ მქონდა ამაზე ცხადი მქონდა ამაზე საუბარი საპატრიარქოს ინიციატივით სასკოლო განათლების შესახებ როგორ წარმოგიდგენთ ფაქტ რაზე შეგვეძლო სხვაცა ხო რა თემა შეიძლება და უცებ დამდგარიყო და ეს თემა და ჩვენ ამაზე მქონდა საუბარი და ნამდვილად იგივე იყო საპატრიარქოს პოზიცია მაშინ ჩვენ როდესაც მქონდა ამაზე საუბარი რომ რელიგიების ისტორია
რელიგიების და არარელიგიის, რელიგიების ისტორია, რა თქმა უნდა შეგვიძლია შევქმნათ სტანდარტი და შევთავაზოთ როგორც არჩევითი საგანი საჯარო სკოლებს და კერძო სკოლებსაც და ცხადია აქ ძალიან დიდი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობაც და დიდი საქმეც უკვე არის ვინ ასწავლის, საკომპეტენციის ადამიანი ასწავლის, რომელი უნივერსიტეტი იღებს თავის თავზე ამ საერთოდ არჩევითი საგნების პრობლემატიკა ამ თვალსაზრისით დგას, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ჯერ ამ მიმართულებით ჩვენ კარგად აგვიმუშავე არჩევითი საგნების მასწავლებლების ასე ვთქვათ სტანდარტზე და კომპეტენციებზე. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსირო რომ ჩვენი დასაბუთების პოზიცია ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ერთნაირი. ბუნებრივია რელიგიების ისტორიის თვალსაზრისით ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას 12 წლის მანძილზე წარმოუდგენელია მან ისწავლოს სკოლაში და არ მიიღოს ეს ინფორმაცია. და როგორც არჩევით საგნად ჩვენ ვიფიქრებთ და ვფიქრობთ რომ მოვამზადოთ სტანდარტი და ჩავთვალოთ ცხადია სხვა კონფესიები ბუნებრივია აი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის მომზადებაში. ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენი საგნობრივი სტანდარტი მზადდება მრავალფეროვანი, ასე და მრავალფეროვანი აუდიტორიის მიერ. და კიდევ ბოლოს დავამატებ, რომ შევაჯამო ჩემი აქ ასე ვთქვათ წინაშე ყოფნა, ისევ და ისევ. ყოველთვის ნებისმიერ რეფორმის გატარებისას ჩვენთვის სახელმწიფო პრინციპი არის მიზანი, რა მიზანი გვაქვს, რა შედეგი გვინდა დავინახოთ ერთშენიერ დღეს. რამდენიმე საკითხი შევასწავლე, ვასაც ყოველდღიურად პირველ საკითხს დავწერე. ის შეუძლებელი და უფრო სეკულარიზაციის ყველა დონეზე, ეს იქნება საზრუნო სივრცეები, განათლების სისტემა, პოლიტიკა, თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელიც თუ გვინდა რომ ჩვენ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ და მიმსჯელოთ ამაზე, სწორედ საკითხი ეს უნდა დაისვას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ დომინაციას, უმრავლესობის, დომინანტი რელიგიის მხრიდან და ინსტიტუციის მხრიდან რა არის გამოსავალი, კიდევ უფრო ლეგალიზება და რელიგიური ფაქტორის შემოტანა თუ პირიქით მაქსიმალური სეკულარიზაციის პროცესი ამ ეტაპზე. პრინციპში სააგენტომ ამ საკითხს სეკულარიზმის საწინააღმდეგოდ გასცა ჩემი აზრით პასუხი. რაც შეეხება უშუალოდ განათლების საკითხს, პირველი ეტაპი რაც არის, ეს არის აღიარება. მე მაინც მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა საჭიროებს სათანადო იდენტიფიცირებას და აღიარებას. ქალბატონი ნათია ამ შემთხვევაში სხვა დეპარტამენტს წარმოადგენს, ამას ალბათ მისთვის უფრო რთულია მონიტორინგის საკითხზე იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტს არ აქვს თითქმის არც ერთი საქმე რელიგიური ნიშნის დისკრიმინაციის, პროზელიტიზმის, ინდოქტრინაციის. იმ პირობებში, როცა ეს ზედაპირული შეხებას კი მასწავლებელთან ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთან ამ პრობლემას გვაჩვენებს. მე მესმის, რომ თავად რელიგიური უმცირესობები ხშირად სამართლებრივ მექანიზმებს არ იყენებენ, მაგრამ ეფექტური ბრძოლისთვის რასიზმის და შეუწყნებლობის წინააღმდეგ, რასაც თავად ეკრის რეკომენდაციებიც სთავაზობს სახელმწიფოებს, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და განათლების სამინისტროს გააჩნდეს კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირების პროაქტიული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მან სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს რელიგიური სიძულვილის თუ ტოლერანტობის თვითოულ გამოვლენაზე და მას არ მოერიდოს კონკრეტული მასწავლებლების პასუხისმგებლობის დაყენებაც კი. ამასთან მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური ღონისძიებების და საგანგებო ღონისძიებების გატარება იმ რეგიონებში, სადაც რელიგიური შემადგენლობა არის შერეული და ჩვენ ხედავთ, თქვათ, იგივე აჭარელი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციის სერიოზულ შემთხვევებს და რელიგიურ კონფლიქტებს, სადაც ჩვენი რეკომენდაცია მუდმივად ყველა კონფლიქტის შემთხვევაში არის, რომ სახელმწიფომ და მიიღოს სპეციალური ღონისძიებები გაატაროს სათანადო საინფორმაციო პოლიტიკა სკოლებში, იმიტომ რომ მათი მონაწილეობა ამ კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თქვა ამ მზაობა სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვხედავთ და რომ შევაჯამო ყველაფერი მივიდა იმ პრობლემამდე, რომ ეს არის ცნობიერების, ჩვენი კოლექტიური ცნობიერების იდეოლოგიის პრობლემა.
და ჩვენ ალბათ საკითხი იმაში კი არ დგას რელიგია როგორ ისწავლება, მგონი ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემური თემა შეიძლება იყოს. ეს არის ის თუ როგორ რა შუქზე, რა თეორიულ მოდელებში ისწავლება ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, როგორ აღიქვავს ჩვენი სისტემა და მასწავლებლები როგორ ხედავენ ადამიანის თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას, გენდერს, ნაციონალიზმს და რამდენად ვთქვათ მათი კონცეპტუალური ხედვა რამდენად ეფუძნება მოდერნულ გაგებას სახელმწიფოსი ადამიანისა და თანასწორობის. მიხვდით, სწორედ პრობლემა ფილოსოფიურია მე ვიტყოდი, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ სახელმწიფო ამ პრობლემას ბოლომდე ვერ ხედავს და მისი პოლიტიკა არ არის ადეკვატური. ჩვენ გვახსოვს 2005 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში როგორ დაიწყო, მე ვიტყოდი რადიკალური პოლიტიკა, რელიგიური ნაციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც სკოლაში არსებობდა, თუმცა ამ ზაობის მიუხედავად სისტემამ ვერ გაუძლო იმ პრობლემებს საზოგადოებაში და სისტემაში, რომელიც არსებობდა და ის დათმობის და კონფორმულობის ფაზაში გადაინაცვლა. იმ პირობებში, როცა ჩვენს რეალობაში რელიგიის თავისუფლების პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულად იდგმება და დომინანტი ჯგუფის მიმართ ხელისუფლების ლოიალობა მაღალია, გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში მე მაქვს ეჭვები, რომ ხელისუფლება შეძლებს რადიკალური პოლიტიკის გატარებას განათლების სისტემაში. ამიტომ მე ვარ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების იმედად, რომ ეს და მასწავლებლების, ისეთი მასწავლებლების, როგორც ნახია და სხვები, რომ ჩვენ ამ პრობლემას უნდა სერიოზულად ვებრძოლოთ. ეს არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან მშვიდად და ვთქვათ ასე ვთქვათ, კმაყოფილ მდგომარეობაში შეიძლება განვიხილოთ. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, საიდანაც მომდინარეობს ჩვენ საზოგადოებაში. 17 მაისი, ქობულეთის ინციდენტი და ღორის თავის დაკლა პანსიონის შენობაში და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა. ამიტომ მე ასე ვთქვათ, ესეც კრიტიკულად და უფრო მწვავე ემოციით დაგემშვიდობებოდით დღეს. დიდი მადლობა თანთა. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისკუსია რაღაცნაირად შეჯამდა. ძალიან საინტერესო იყო მგონი ეს დისკუსია, მინიმუმ იმიტომ, რომ გავიგეთ ეს ინიციატივის შინაარსი რა არის. დავინახეთ ის, რომ ამ ეტაპზე სააგენტოს მხრიდან არ უნდა ველოდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ამ ნაწილთან მიმართებით. თუმცა ალბათ სააგენტო, ბინადრობს იყო სააგენტოს პირველი კომუნიკაცია საჯაროდ და საზოგადოებასთან და არც თუ ისე წარმატებული მისთვის და უხერხულიც კი, რადგან ეს შინაარსი სრულად განსხვავებულად გაიგო ყველა აქტორმა, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას. ალბათ ეს იქნება გამოცდილება სააგენტოსთვის, რომ ნებისმიერ ინიციატივას, რომელსაც სააგენტო აშკარებს, საჯაროდ ჩერდება ამათი ინკლუზია, ამათი ჩართულობა, მინიმუმ დღეს ვიცით, რომ სტატუს კვო, რომელიც გვაქვს, ნარჩუნდება. თუმცა დავინახეთ, რომ ეს მდგომარეობა დღეს სკოლებში არის ისევ ძალიან მძიმე და მას რადიკალური პოლიტიკა სჭირდება, თუმცა ალბათ სხვა მიმართულებით, რომელსაც ყველა ჯგუფმა ერთობლივად უნდა იმუშაოს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გემშვიდობებით. ალბათ შევხვდებით კიდევ ამ